Ათუმსდენი გრაფიკით მიეწოდება აჭარის მაღალმთიანი რეგიონები კი ისევ ჩაბნელებულია, რამდენიმე სოფელი სრულ იზოლაციაში მოექცა. თითოეულობის გამო საქართველოს რეგიონებში შეფერხებულია მოძრაობა, პასუხგაუცემელია კითხვა ამ დრომდე უცნობია, როდის აღმოიფხვრება ენერგოკრიზისი რეგიონში. რთულ სიტუაციაში არაადეკვატური რეაგირების გამო ოპოზიციამ ხელისუფლება გააკრიტიკა. ბათუმის საკრებულოში კი ქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხზე ალაპარაკდნენ. თითოეულობისა და ძლიერი ქარის გამო ჩამონგრეული ობიექტები და სახურავების გარეშე დარჩენილი საცხოვრებელი სახლები, როდის აღდგება ის, რაც დაინგრა და რატომ არ აქცევენ ყურადღებას სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კახეთში. საღამომშვიდობისა ეს არის TV3, თქვენ უყურებთ თოქ-შოუ დიდ პოლიტიკას, მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. სტიქია საქართველოს რეგიონებში ჩამონგრეული სახლები, ჩაბნელებული სოფლები და დროებით თავშესაფარში გადაყვანილი უსახლკაროები. თითოეულობამ საქართველოს ათობით სოფელი იზოლაციაში მოაქცია. ბათუმის დიდ ნაწილს დენი ისევ არ მიეწოდება. აჭარის მაღალმთიანი სოფლები კი სრულად ჩაბნელებულია. ოპოზიცია ხელისუფლებას დაუდევრობაში ადანაშაულებს. ახლაც ბათუმში გრაფიკია, მაღალმთიან აჭარაში შუქი არ მოეწოდება, გზები შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე არ არის გაწმენდილი. არც რეგიონალური განვითარების სამინისტრო, არც სხვა სამინისტროები არ მუშაობდნენ იმისთვის, რომ ბათუმში და აჭარაში ზოგადად დაწყებული ხოლოდან დამთავრებული ყოველთან და პრობლემები მოგვარებულიყო. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ოპოზიციის ბრალდებებზე და რა ხდება რეგიონებში, სადაც სტიქია მძვინვარებს? დღეს თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია უპასუხებს. რეგიონალური განვითარების სამინისტრო ერთ-ერთია იმ უწყებებს შორის, რომელიც იუსტიციის ჩამონგრეული სახლის აღდგენის პროცესში ჩაერთვება. რატომ ჩამოინგრა და რა დასკვნელა სპეციალისტებმა იუსტიციის სახლთან დაკავშირებით? გაიხსნება თუ არა უსახლკაროებისათვის თავშესაფრების საქართველოს რეგიონებში და რა პასუხი აქვს დავით ნარმანიას თვითმმართველობის კოდექსზე, რომელიც მისმა სამინისტრომ დაწერა და პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ კონტინგენტის შემთხვევაში ყველას მოვემსახუროთ, მოიმართოს კონტინგენტი კიდევ მზად იქნებით, რომ მოვემსახუროთ დამატებით. პარლამენტის თავმჯდომარის პროტესტით თანაგუნდელებს დღეს დავით უსუფაშვილმა ბიუროს ხდომა რამდენიმე წუთით პროტესტის ნიშნა დატოვა. რამ გამოიწვია დავით უსუფაშვილის პროტესტი და როდის შეწყვეტს ბოიკოტს საპარლამენტო უმცირესობა? სხდომათა დარბაზში მარტო დარჩენილი მმართველი პარტია და კანონები, რომელსაც ქართული ოცნება ოპონირების გარეშე განიხილავს. რა შემთხვევაში დაუბრუნდება სხდომებს ნაციონალური მოძრაობა და არსებობს თუ რა პირობები, რომლის დაკმაყოფილებასაც საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის სანაცვლოდ უმცირესობა მოითხოვს. დღეს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის პოლიტიკური შეფასებები თოქ-შოუში დიდი პოლიტიკა, ზაქარია ქუცნაშვილი და სერგო რატიანი. დღისეს და სხვა მთავარი თემები და მოვლენები მომდევნო საათნახევრის განმავლობაში თოქ-შოუში დიდი პოლიტიკა მივესალმებით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუდიის პირველ სტუმარს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია უპასუხებს დიდი პოლიტიკის კითხვებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით იმისთვის, რომ შემოგვერთით სტუდიაში. თავდაპირველად დავიწყოთ ბოლო ახალიამებით, რა ვითარება ამ დროისათვის რეგიონში, დაახლოებით რამდენი სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი, ის ვისთანაც ვერ ხერხდება საავტომობილო გზით დაკავშირება. რამდენიმე წუთის წინ, როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა აჭარიდან გვაცნობა, ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტის ერთგვარი ფორმა ერჩია, როდესაც მთავრობის სახლის პარალელურად, იქ სადაც ხდომა მიმდინარეობდა, კოცონი დაანთეს და თქვეს, რომ სხვა გათბობისა და განათების საშუალება მათ არ გააჩნიათ. რა ვადებში შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს? პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებლებს, მოგესალმებით თქვენ. ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული თვალსაზრისით არაორდინალური ვითარება შეიქმნა, ანუ ძალიან უცებ მოვიდა დიდი მოცულობით ნალექი და აქედან გამომდინარე ერთდროულად დადგა გზების წმენდის საკითხი, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა ცალკეულ სოფლებში და მუნიციპალიტეტებში იქიდან გამომდინარე, რომ დაზიანდა ელექტროგადამცემი მოწყობილობები. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგენა დაწყებულიყო და უშუალოდ ენერგეტიკის მინისტრი თვითონ ჩაუდგა სათავეში და ის რამდენიმე დღეა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება და ჩვენ გვაქვს პერიოდულად კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სამინისტროს ჩვენი კუთხით დავეხმაროთ და ასე თქვა დამოუდგეთ გვერდში ენერგეტიკის სამინისტროს და რამდენიმე სოფელში ისეთი გზა გავწმინდეთ, სადაც ეს გადამცემი ბოძები უნდა შეეტანათ და დაემონტაჟებინათ, თუმცა არის ცალკეული ადგილები, სადაც ტექნიკა ფიზიკურად ვერ უდგება და ესეთ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო არის ჩართული, რომ ვერტფრენის საშუალებით მოხდეს იქ სამონტაჟო სამუშაოები. ახლა არის ადგილები, სადაც ავიაციის დახმარებით ხდება აღდგენის სამუშაოები. მე რამდენადაც ვიცი, არის ესეთი რამდენიმე ადგილი. პრობლემას წარმოადგენდა გარდა ამისა ის, რომ წლების განმავლობაში იყო მოძველებული ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა და ეს არ არის, ესე ვთქვათ,
ახალი ხელისუფლების პირობებში წარმოშობილი პრობლემა ეს წლებია ესეა და მეც როცა რეგიონებში დავდივარ, არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში, რასაც ამბობს მოსახლეობა არის ის, რომ ძალიან ბევრგან ბოძები უბრალოდ უჭირავს მავთულებს. იმდენად ჩვენ ამ თემაზე გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს. მანამდე მინდა გითხოთ უშუალოდ თქვენ სამინისტროს კომპეტენციაში რაც შედის გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისაგანაც ისმის. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ანონში მიხეილ მაჭავარიანის კომენტარი, რომელიც მან პარლამენტში გააკეთა, რომ რეალურად არ ხდება გზების გაწმენდა, სოფლები არის იზოლაციაში მოქცეული და არაადეკვატურად მოხდა რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ რეაგირება. პარლამენტის თბილ სავარძლებში ჯდომას მე ურჩევდი ზოგიერთ დეპუტატს, რომ გავიდნენ რეგიონებში და ადგილზე ნახონ ვითარება. ჩვენ წელს შარშან უფრო სწორედ წლევანდელი წლებში 20 ერთეულზე მეტი ახალი ტექნიკა ავიყიდეთ, რომელიც გადავეცით ჩვენს კონტრაქტორ კომპანიებს და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებს. მთელი საქართველოს 34 ზონად გვაქვს დაყოფილი და ყველა ზონას თავისი კონტრაქტორი კომპანია ემსახურება. ვიდრე თოვლი დაიწყებოდა, როგორც გვაქვს ჩვენ მოთხოვნა კონტრაქტის შესაბამისად, ყველგან მოხდა ტექნიკური მარილის და ქვიშახრეშის მობილიზება იმისათვის, რომ თოვლის, ასე ვთქვათ, მოსვლის შემთხვევაში ყოფილიყო ამის დაყრა გზებზე. ძველი ტექნიკა რაც ყავდათ თვითონ კონტრაქტორ კომპანიებს ეს ტექნიკაც მუშაობს და მეცაც გეტყვით დასავლეთში და აღმოსავლეთში ერთდროულად რომ მოვიდა თოვლი და ყველგან ასე ვთქვათ დადგა საჭიროება თოვლის წმენდისა ჩვენ კერძო კომპანიებს რომლებიც უბრალოდ გზების სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობენ იმათაც ვეთხოვეთ დამატებითი ტექნიკა და ეს დამატებითი ტექნიკაც ჩავრთეთ არც ერთ ასე ვთქვათ წინა წლის განმავლობაში წინა მთავრობას, რომელსაც დღეს ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, არასდროს არ შეუძენია მუნიციპალიტეტებისთვის არც ერთი ტრაქტორი. ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტს წელს რეგიონების ფონდიდან შეუძინეთ ტრაქტორები და გადავეცით მათ იმისათვის, რომ თვითონ მოახდინონ შიდა მუნიციპალური გზების მომსახურება, იმიტომ რომ სოფლებამდე მისასვლელი გზა ძირითადად მუნიციპალური ქვემდებარეობის გზებია და ეს გზები არ იწმინდებოდა არც წინა ხელისუფლების პირობებში. წინა ხელისუფლება არ არის თუდამასით კარგი იქნება გარდა იმისა რომ ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტს როგორც არის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებს მივეცით ეს ტექნიკა იმისათვის რომ ასე ვთქვათ თვითონ როცა არ ყავდეთ და მოემსახურონ სოფლებს და წელსაც ანუ ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად ჩვენს ტექნიკას ვახმართ ჩემი მოადგილე უშუალოდ რამდენიმე დღეა ასევე პარალელურად იმყოფება აჭარაში და დასავლეთ საქართველოში და ის ადგილზე უწევს ასე ვთქვათ ზედამხედველობა სამუშაოებს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მეც ჩემი მოადგილე საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელები მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ვიყავით იმისათვის რომ ღამე მოულოდნელად შეგვემოწმებინა მუშაობენ თუ არა კომპანიები და ხომ არ არის სადმე რომელიმე ტრაქტორი გაჩერებული ანუ ეს არის შესაძლებლობების მაქსიმუმი რასაც ვაკეთებ და სრული პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა რომ ყველგან მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. სადაც არის გადაადგილების შეზღუდვა, ეს არის უსაფრთხოების მომენტებიდან გამომდინარე. შეუძლებელია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები 2000 მეტრის სიმაღლეზე ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა, იმიტომ რომ იქ არის ქარბუქი და ქარბუქის დროს რაც არ უნდა წმინდო თოვლი, ესეთი მანქანები ადვილად ცურდებიან და შესაძლოა ასე ვთქვათ ამას ავალალო შედეგი მოყვეს ან ჩაიკეტოს გზაზე. ამიტომაც საპატრულო პოლიცია გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მაღალმთიან რეგიონებში აწესებს ესეთი ტრანსპორტისთვის შეზღუდვებს. თუმცა დღეს სრული პასუხისმგებლობით ვინდა თქვა ისევე როგორც გუშინაც რომ ძირითადი ცენტრალური ავტომაგისტრალი ყველა კატეგორიის ტრანსპორტისთვის იყო გახსნილი, შეზღუდვები იყო დაწესებული კობი-გუდაურის გზაზე, გუშინ იყო შეზღუდვები დაწესებული ასევე ღამის განმავლობაში გომბორის უღელტეხილზე და გზის რამდენიმე მონაკვეთზე, მაგრამ დღეს ეს შეზღუდვები არის მოხსნილი. ბატონ დავით, მინდა გითხოთ აჭარის მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით ადგილობრივი მედიაც, ჟურნალისტები, რომლებიც ცენტრალური მედია საშუალებებისთვის მუშაობენ, პერმანენტულად იუწყებიან, რომ იქ არის სოფლები, რომელიც გარესამყაროსთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ადგილობრივი მოსახლეობაც ამის გამო ძალიან წუხს. რეალურად რაში მდგომარეობს პრობლემა, რატომ ვერ ხერხდება იქ გაწმენდითი სამუშაოების დროულად შესრულება? ტექნიკის დეფიციტია? იწმინდება იქ გზები, ტექნიკის დეფიციტი არ არის, ამაზე მეტი ტექნიკა ვიდრე გუშინ და დღეს მუშაობდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, არც ერთ წინა წლებში არ მუშაობდა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და
ასევე გითხრათ ის, რომ ისეთი სოფლები, რომლებიც მუნიციპალურ ცენტრებთან ვერ არიან ჯერჯერობით დაკავშირებული, ესეთი რამდენიმე სოფელი არის მაღალმთიანი აჭარაში, თუმცა ეს არის ძალიან მაღალმთიანი აჭარის სოფლები, რომლებსაც სამთრის განმავლობაში ყოველთვის ედგათ ეს პრობლემა და კიდე გარკვეული პერიოდი იქნება, მაგრამ როცა ძირითად მაგისტრალებს ამთავრებენ ჩვენი ტექნიკა, ესეთ შემთხვევაში ისინი შედიან უკვე სხვა გზებზე და კოორდინაცია არსებობს ჩვენსა და მუნიციპალიტეტებს შორის და ამიტომაც არის რომ აჭარაში შტაბში არის არა მხოლოდ ჩვენი გზების დეპარტამენტის აჭარის ხელმძღვანელი, არამედ შტაბში უშუალოდ მონაწილეობას ღებულობს ჩემი მოადგილე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში იქ არის და ყოველი ესეთი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად იხილება და სადაც ახლოს არის დისლოკაციის ადგილზე ტექნიკა ხდება ამ ტექნიკის იქ გადასვლა. ჩვენი ტექნიკა ასევე მონაწილეობას ღებულობდა იგივე თქვათ გზის გაწმენდით სამუშაოებში ისეთ ტერიტორიებში, სადაც განათების და ელექტროენერგიის ბოძები იყო მისატანი და ასე შემდეგ, რომ ამ თვალსაზრისითაც დავხმარებოდით ენერგეტიკის სამინისტროს. ჩვენ ვისაუბრეთ მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით, თქვენ განმარტებები გააკეთეთ ამ თემაზე, თუმცა პრეტენზიები იყო ბათუმთან დაკავშირებითაც. დღეს ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებმა დაანონსეს, რომ ორშაბათს საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ, რადგანაც ქალაქში ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება, იმიტომ რომ ყველგან არის ლიპყინული და არ მოხდა დროულად. ეს ინფორმაცია ჩვენთანაც იყო და ჩემი მოადგილე უშუალოდ ესაუბრა მათ, რომ თუ ადგილობრივი, ანუ ქალაქის ტექნიკა იყო არასაკმარისი, ჩვენ უთხარით მზაობა, რომ ჩვენ ტექნიკას დავახმარდით. მივიტანეთ მარილი დღეს და ქვიშახრეში იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ. როგორც ჩანს, არ იყო ბოლომდე მზაობა იქ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ანუ ადგილობრივი ქალაქის მერია ვერ შეხვდა მომზადებული ზამთარს? ან ვერ შეხვდა მომზადებული, ერთ სიტყვით უნდა გაირკვეს რატო იყო გუშინ გადაადგილების პრობლემა ქალაქში. ძირითადად გუშინ იყო. მას შემდეგ რაც ეს კრიზისი აღმოიფხრება, გზები გაიწმინდება, შესაბამისად ბუნებრივი ამინდიც იმედი ახალ შეგიწყობთ. რეალურად დადგება თუ არა დღის წესრიგში საკითხი, რომ შეისწავლოთ რატომ შეიქმნა ეს კრიზისი. ხომ არ იყო ვინმეს დაუდევრობა იგივე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, რადგანაც დღეს საუბარი იყო, რომ იგივე აჭარის მაღალმთიანი რეგიონების 3 რეგიონის პირველ პირს გამგებელს პირდაპირ ადევნებდნენ ხელს და აყენებდნენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს მოსახლეობა დღეს თამამად აკეთებდა ამ თემას. ძალიან ესე მწვავედ საკითხი ჩემის აზრით, თუმცა მოკითხვა აუცილებლად იქნება და პრემიერ-მინისტრთანაც ჰქონდა საუბარი გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე თავისი დაუდევრობით, ან თუ ვინმე თავისი მომზადებლობით, ასე თქვათ, აკეთებს ამ ყველაფერს ან ვერ აკეთებს რაღაცას, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოიკითხოთ ადამიანებს პასუხი იმისათვის, რომ იყვნენ ისინი უფრო მეტად მზად. და რა დავალება მიიღეთ პრემიერისგან ამ თემაზე? პრემიერისგან დავალება არის ის, რომ მუდმივად 24 საათიან რეჟიმში იყოს სამუშაოები გზის ნებისმიერ მონაკვეთზე. და შესწავლილი ალბათ ისიც თუ იყო რამე ხარვეზე. რა თქმა უნდა. ბატონ დავით, მინდა გადავიდეთ თემაზე, რომელსაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი. ენერგეტიკის მინისტრი საკმაოდ მწვავე განცხადება ჩვენ მოვისმინეთ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც კახკალაძემ განაცხადა, რომ დაიბარებს ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენლებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები რეგიონებში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით და მათ მოსთხოვს პასუხს, რადგანაც ქსელი ვერ შეხვდა სათანადოდ მომზადებული. ანუ პრობლემა არ იყო მხოლოდ უამინდობა, პრობლემა იყო ის, რომ ის ქსელი იყო დაზიანებული არა მარტო ელექტროგადამცემი ხაზები. თქვენ როდესაც დადიოდით რეგიონებში, მე ვიცით, რომ ამ თემაზე მუდმივად იყო მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიები. რატომ არ მოხდა პრევენცია ამის, თუ ისმენდით პრეტენზიებს, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო ბევრად უფრო ადრე, სანამ უამინდობა მსგავს სიტუაცია შექმნიდა? მე რამდენადაც ვიცი, ნაწილი სამუშაოებისა მიმდინარეობდა, თუმცა პრობლემა არის ძალიან მასშტაბური და ასე თქვათ, ერთი ხელის მოსვლით ალბათ ეს ვერ მოგვარდება, მაგრამ აუცილებელია ენერგოპრომ მეტი იმუშაოს რეგიონებში და დაკავებული არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადის ამოღებით, არამედ მან იმუშაოს რეალურად ინვესტიციის ჩადებაზე, აქტორე. რაც ბოძები და სისტემები აქვს ენერგოპროს გადაცემული, ეს არის საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მათი უმეტესი ნაწილიდან ნელ-ნელა ის ამორტიზირდება და თუ ინვესტიცია არ განხორციელდება, ესეთ შემთხვევაში ის ამოიღებს მოსაკრებულს, მიიღებს მოგებას, მაგრამ ამით სისტემა ვერ გაიმართება. ამიტომაც აბსოლუტურად სწორი იყო ენერგეტიკის მინისტრის პოზიცია, კიდევაც უნდა დაიბაროს და კიდევაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დასამწუხაროდ ძალიან ბევრ კერძო კომპანიასა და სახელმწიფოს შორის თავის დროზე დადებული ხელშეკრულებები არის კაბალური და მათ შორის შემიძლია დავასახელო რამდენიმე კომპანია. დღეს მთელი დღეა ჩემი სისტემის თანამშრომლები ცდილობენ, რომ თბილისის წყლის კომპანიამ წყალი დააერთოს
და მიიყვანოთ წყალი კარვებამდე, სადაც ძალიან მოკლე მონაკვეთია გასაკეთებელი და ბიუროკრატიულ ქაღალდომანიაში და მერიასა და წყალმომარაგების კომპანიას შორის, თბილისის წყალშორის, ასე ვთქვათ, გადამისამართების ფარგლებში დღესაც არ არის დაერთებული წყალი და გვიწევს ცისტერნებით წყლის მიტანა. ძალიან მკაცრად მოეთხოვება თბილისის წყალს ამაზე პასუხი, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა კომპანიას. მე არ ვიცი და არ გვაინტერესებს ჩვენ თავის დროზე ვის სად რა გარიგება ქონდა, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესი და როცა ადამიანებს უჭირთ იქ გვერდზე დგომა უნდა იყოს ნომერ პირველი. და რას ასახელებენ მიზეზად, რატო ვერ მოხდება იგივე გავარკვევთ ყველა მიზეზს და სათანადოდ მოეთხოვებათ ყველას პასუხი. ძალიან კაბალური ხელშეკრულებაა თბილისის წყალთან დაკავშირებული. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ასე ვთქვათ, იმაზე რთულია თბილისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, ვიდრე ეს ასე ვთქვათ შეიძლება ვინმე შესწავლის საგანი რა გახდა, რატომ დაინტერესდით ამ თემით, იგივე დედაქალაქის წყალგამანაწილებელ კომპანიასთან დაკავშირებით? ეს იყო დღეს შექმნილი პრობლემის გამო თუ მანამდეც არა, მანამდეც სწავლობდა ჩვენი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ჩვენი ქვემდებარეა საკითხს, იმიტომ რომ საკითხი დგას და ბევრი განცხადებები ჩვენთანაც მოდის და საჩივრები ამ საკითხთან დაკავშირებით და იმის გამო რომ თქვათ ჩვენი ქვემდებარე არ არის თბილისის წყალი, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ასე ვთქვათ ჩავერიოთ იქ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ადამიანები, ვინც დედაქალაქში ცხოვრობენ, არიან ჩვენი თანამოქალაქეები და მე როგორც მთავრობის წევრს მაგ გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულება რომ ვიზრუნო ამ ადამიანებზე, ამიტომ ვსწავლობთ ჩვენ ამ ისევე როგორც შეთანხმების გადაღების საკითხი. სხვა რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებული. რომელ კომპანიასთან შეგიძლიათ დაგვისახოთ? საკითხს ვსწავლობთ, მოვა დრო და თავის დროზე დავასახელებ. გასაგებია, მინდა გადავიდე სწორედ ამ დროებით თავშესაფართან დაკავშირებით, რაც თქვენ დაიწყეთ საუბარი. დღეს თუ არ ვცდები 100-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე განთავსდა ამ თავშესაფარში. რეალურად არის თუ არა მზაობა იმისთვის, რომ მიიღოთ ის ნაკადი და ის რაოდენობა თუ არის წინასწარ გათვლილი, რა რაოდენობის მომართვიანობა იქნება თქვენთან და თბილისთან ერთად თუ იქნება საქართველოს რეგიონები, სადაც მსგავსი თავშესაფარი უსახლკაროებისათვის გაიხსნება. ჩვენ და სამწუხაროდ სტატისტიკა თავშესაფრის გარეშე არსებული ადამიანებისა არ არსებობს და არ ვიცით ზუსტი ციფრი რამდენია ესეთი ადამიანი, თუმცა ძირითადი აქცენტი ჩვენ რაზეც ავიღეთ არის ადამიანები, რომლებსაც ღამის თავშესაფარი არ აქვს და პრაქტიკულად ქუჩაში უწევთ ცხოვრება. ამიტომაც ძალიან სწრაფად იქნა პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კი ესე თქვა პროგნოზები გაჩნდა ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფოდ შეგვექმნა საგანგებო შტაბი და მან სწორედ მე დამავალა ამ საკითხების კოორდინაცია იმისათვის რომ სწრაფად გადაგვეწყვიტა ეს საკითხი და ჩავრთეთ შესაბამისი უწყებები. პირველ ღამეს სულ 8 ადამიანი ყავდა, იმიტომ რომ იმ დღეს გავმართეთ ეს კარვები. მეორე დღეს 22 დღეს უკვე 100-მდე ავედით და არა გვაქვს პრობლემა, ვემსახურებით ამ ადამიანებს თლიანად არის იქ კარვებში შესაბამისი გათბობა, შეშით უზრუნველყოფილია, საკვებით უზრუნველყოფილია, დამატებით ტანსაცმელი, თქვათ, საწოლები, ესეთი საშუალებები მოაქვს ზოგი საჯარო დაწესებულებებს, ზოგი ფიზიკურ პირებს, ზოგი ორგანიზაციებს, ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ფიზიკური პირი გამოგვეხმაურა დღეს და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ამ ადამიანებს. ჩვენი როგორც სახელმწიფოს ამოცანაა დავალია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, მაგრამ როცა მოქალაქეები ერთნი მეორეს უდგანან გვერდში და ეს თანამონაწილეობა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, დიდი მადლობა მინდა ამ ადამიანებს უთხრა. რეგიონებს რაც შეეხება, გარდა თბილისისა, ჩვენ ქუთაისს გავუგზავნეთ ასევე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში არსებული ტანსაცმელი და სხვა საშუალებები. ხვალ მივიტანთ შეშას, რომელიც არის ქობულეთში დარეზერვებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული. შემდეგი ეს არის რუსთავი, რომელზეც დღეს გქონდა საუბარი, რაღაცა ნაწილი თბილისში ჩამოიყვანეს, თუმცა მე გადაწყვეტილება რაღაცა ნაწილმა თქვა, რომ ისინი იქ მუშაობენ ბაზრობაზე და ურჩევნიათ, რომ იქ იყოს ეს კარვები, ამიტომ ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს გაიგზავნა დღესვე რუსთავში, რომ დამატებით იქაც მოხდეს და აჭარაში სენაკის სამხედრო ბაზიდან ასევე გავაგზავნეთ ერთი ავტომანქანა სრული ეკიპირებით, რომ ბათუმში გაკეთდეს, ასე თქვა, შესაბამისი კარვები. დღესვე ესწრება ეს საკითხი თავისი
გათბობით და თავისი გასაგებია. ბატონ დავით, ეს კითხვა რომელსაც ახლა დაგისვათ, შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდებოდეს თქვენს უწყებას, მაგრამ დღეს რამდენადაც ვიცით ამ თავრობის ხდომაზე ამ თემის შესახებ იყო აქტიურად საუბარი. დღეს ეს პრობლემა რაც შეეხება უსახლკარო ადამიანებს დროებით მოგვარდა. დაახლოებით რა პერიოდის განმავლობაში იმუშავებს ეს დროებითი თავშესაფარი და რა იქნება მას შემდეგ, როდესაც ადამიანები მიჩვეულები არიანო გააჩნიათ ღამის გასათენებელი ადგილი, როდესაც მოხდება ამისი ლიკვიდაცია, აი შემდეგი ეტაპი რა იქნება? თუ ეს არ იქნება უახლოესი 5-6 დღე, ვიდრე ძალიან ცუდი ამინდები იქნება, მაგრამ მთელი ზამთრის განმავლობაში ამ ადამიანებს გამოვაზამთრებთ და პარალელურ რეჟიმში ვფიქრობ სპეციალური პროგრამის გაკეთებაზე ამ ადამიანებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე პარალელურ რეჟიმში იქნება მუშაობა. მთელი ზამთარი ისინი ანუ ზამთრის განმავლობაში მათ გარანტია ექნებათ, რომ ისინი იქნებიან ამ თავშესაფარში. დარჩებიან. ბატონ დავით, მინდა გითხოთ გურჯაანთან დაკავშირებით გუშინ ადგილობრივი ტელევიზიის მიერ მომზადებული რეპორტაჟი ელვისის სწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ნახეთ როგორ პირობებში არიან. სახლებში, რომელსაც ქალმა გადახადა სახურავი, მათ პოლიეთილენის სპეციალური ფილებით დაფარეს ეს ყველაფერი და ამბობენ გამგეობა შეუბნებიან, რომ სამინისტროში არის გადაგზავნილი მასალები და ელოდებიან იქიდან დაფინანსებას. თუმცა მოსაუბრებელი ამინდის კიდევ უფრო მეტად გაუარესება და შესაძლოა კიდევ უფრო უარესი შედეგი ვიხილოთ გურჯაანში. რატომ არ ხდება ამ სახლების შეკეთება რა მდგომარეობაა? უნდა ითქვას, რომ ეს არის კერძო სახლები და პირდაპირი ესე თქვათ ვალდებულება სამინისტროს არ გააჩნია. თუმცა გამგეობა თქვენს კენიშვერს თავრობას არ გააჩნია ამისა. რაიმე სპეციალური პროგრამა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით. კახეთი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეგიონია სახურავების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძირითადად იქ არის კრამიტის სახურავები და როცა 2012 წლის სტიქია იყო, ამანაც გვიჩვენა იქ რომ ყოველი მეორე სახლის სახურავი იყო დაზიანებული, გამომდინარე მისი სიძველიდან. აქედან გამომდინარე ეს კახეთში ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით ვიმუშაოთ და გავაკეთოთ. თავად ის შეიძლება დაელოდონ ეს ადამიანები, იმიტომ რომ მართლა ძამძიმე სანახავი სურათი იყო, ბატონ დავით, იქ იყო ყველაფერი გადახურული ამ თხელი პოლიეთილენის ფილებით, რომელთაც ნუ შეუძლებელია თოვლი რო წამოიღო ყველაფერი ჩაეწყობა. ეს არ არის მასიური პრობლემა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდი და მუნიციპალიტეტს მივცეთ შესაბამისი დაფინანსება, რომ მან მოახდინოს ამაზე რეაგირება. გასაგებია, მინდა გადავიდე პოლიტიკურ თემებზე, თვისარგებლო, რადგან თქვენ მოსანდები ჩვენი სტუდიის სტუმარი დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა გუბერნატორები, თქვა რომ მათი შერჩევა კლანური პრინციპის საფუძველზე მოხდა. რატომ გაჩნდა ეს კითხვები? მედიამ ძალიან მალევე აიტაცა, რომ დიდი ნაწილი იმ პირებისა, რომლებიც გუბერნატორის თანამდებობებს დაიკავებენ, მუშაობდნენ ძალოვან უწყებებში. რა პრინციპით მოხდა ამ ადამიანების შერჩევა? დიდი ნაწილი ნამდვილად არ არის, სამია ესეთი ადამიანი, რომლებსაც ასე თქვა ძალოვან უწყებებში მუშაობის წარსული აქვს. ნაწილი ფინანსთა სამინისტროს სისტემიდან, ასევე ერთი სამი ადამიანი, ერთი გამგებელი იყო კახეთის გუბერნატორი მთელი ბოლო 1 წლის განმავლობაში და ესე ვთქვათ ყველაზე აქტიური, მოწესრიგებული და ესეთი მართლაც გუბერნატორის თანამდებობისთვის შესაფერისი ადამიანია. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს ესეთი კლანური ფორმით და წესით მოხდა შერჩევა. ნაციონალური მოძრაობა როგორც წესი ყველა საკითხთან მიმართებაში ეძებს რაღაცა, ასე ვთქვათ, გამოსადებს, ესე შეიძლება ითქვას, ან სიტყვის მასალას და შანსს არ უშვებენ ხელიდან, როგორც იტყვიან, თუმცა ეს არ არის ნამდვილად ესეთი თემა. ნახოთ, ისინი თავიანთ გამოცდილებას საქმეს თქვენთან იყო კონსულტაციები, პრემიერომ გამოვიდა თქვა რომ მთავრობასთან შეათანხმა ეს კანდიდატურები და შემდეგ დღეს ჰქონდა საქართველოს მთავრობის ხმაზე ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, დეტალურად მოხდა თითოეული ადამიანის განხილვა, მათი გამოცდილების და ბიოგრაფიის გაცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მთავრობის წინააღმდეგობა არც ერთ კანდიდატურასთან დაკავშირებით არ ყოფილა მიღებული. წინააღმდეგობები არსებითად არ ყოფილა, იყო დამაზუსტებელი კითხვები ცალკეულ კანდიდატურებთან მიმართებაში და მათ კომპეტენციასთან დაკავშირებით იყო ეს კითხვები. ამის შემდეგ ძირითადად თქვა გამოცდილებასთან დაკავშირებით, როდესაც უმუშავია, როდესაც და შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელა პრემიერ-მინისტრმა დღეს 3 საათზე გუბერნატორების კანდიდატები, თუმცა ჩვენი ესე ვთქვათ ახალი დებულების მიხედვით, რომელიც გუბერნატორების ადმინისტრაციების საქმიანობას, მათი დანიშვნის წესს და ასე შემდეგ განსაზღვრავს, პირდაპირ წერია, იმიტომ რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მოხდა, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლო პერიოდში, იქიდან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან მთავრობის უფლებამოსილება გახდა გუბერნატორების დამტკიცება, აქედან გამომდინარე, მთავრობა
იწონებს მას და პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ფუნქციები ახლებურად განისაზღვრა ამ ადამიანების და ნაცვლად პოლიტიკური დატვირთვის მქონე პირებისა, როგორი გუბერნატორებიც ყავდა ჩვენ წლების განმავლობაში, იქნებიან რეალურად ადმინისტრირების და სამეურნეო ფუნქციებით დატვირთული გუბერნატორები. გარდა ადმინისტრაციული უფლებამოსილებისა, მათი უფლებამოსილება იქნება რეგიონებში პროექტების და პროგრამების კოორდინაცია, რომელიც სამინისტროს პროექტიც არ უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით ჩვენი სამინისტრო ყველაზე დატვირთულია პროგრამებით და ამიტომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვიქნებით მათთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან კომუნიკაცია, კოორდინაცია და თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაში მხარდაჭერა, ხოლო მასპერას თვითმმართველობის კოდექსი შევა ძალაში, მათი უფლებამოსილებები გარკვეული თვალსაზრისით გადასხვაფერდება, მაგრამ მაინც ძირითადად ეს ადამიანები იქნებიან ადმინისტრირების და სამეურნეო ფუნქციებით დატვირთული. დიასტორის თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა. დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენი დიდი ვნებათა ხელობის შემდეგ დაამტკიცა კოდექსი, თვითმმართველობის კოდექსი, თუმცა სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობა არის ბოიკოტის რეჟიმში, ისინი არ იმყოფებოდნენ დარბაზში. უმრავლესობის წევრები, თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები გამოთქვამდნენ პრეტენზიებს სწორედ კოდექსთან დაკავშირებით, რატომ გვიხდება ამ ყველაფრის დაჩქარებულ ვადებში დამტკიცება. ხომ არ არის საჭირო კიდევ უფრო მეტი დისკუსია, კიდევ უფრო მეტი მსჯელობა. ეს კოდექსი თქვენი სამინისტროს მიერ შემუშავებული არის. რატომ გამოიწვია თქვენს გუნდში ასეთი აზრთა სხვადასხვაობა? ნაციონალურ მოძრაობას არასდროს არ აწყობდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, იმიტომ რომ მათ წლების განმავლობაში ძალიან ცენტრალიზებული სისტემა შექმნეს, სადაც ერთი კაცი იჯდა სათავეში, 9 გუბერნატორი იყო, ასე ვთქვათ, რეგიონებში და ყველაფერი იყო ცენტრალიზებული. მაგრამ შეიძლება თქვენი პოლიტიკური გუნდის პრეტენზიას. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრეტენზიას, მე ამას პრეტენზიას ვერ დავარქვევდი. ეს არის აზრთა სხვადასხვაობა, რაც დემოკრატიის გამოძახილი, ეს რო ყოფილიყო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ წინა რეჟიმი, ესეთ პირობებში ვერც ერთი დეპუტატი ამას ვერ გაბედავდა, იმიტომ რომ თავს წააცვლიდნენ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის დემოკრატია, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი სიტყვის და აზრის გამოხატვის და დაფიქსირების საშუალება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ცხარი დებატების ფონზე იქნა მიღებული ეს კოდექსი, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ ძალიან მაგრა გვემუშავა, უნივერსალურები არავინ არ ვართ და შეიძლება სადღაც რაღაცა შეცდომა. თქვენს ფიქრობთ, რომ გარკვეულ კორექტირებებს საჭიროა? აქედან გამომდინარე, არა, ახლა უკვე აღარ, მაგრამ ძალიან საინტერესო მოსაზრებები იყო ცალკეული ადამიანების მხრიდან და მათი დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული და ასახული და მართლა ძალიან ბევრი საფეხური გაიარა ამ კოდექსმა, განხილვეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო. თვითონ მთავრობაში შიგნით რამდენჯერმე არა მხოლოდ ფორმალური განხილვა, არამედ ფუნდამენტური განხილვები ჰქონდა საფხულში ორჯერ შემოდგომაზე, ორჯერ თუ სამჯერ უმრავლესობასთან კონსულტაციები და განხილვები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, წინასწარ მოთელვები საქართველოს პარლამენტის წევრებთან. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს დაფიქსირდა და მე ვფიქრობ, რომ ცუდი ამაში ნამდვილად არაფერი არ არის. დიახ, ბატონ დავით, თქვენ ბრძანდებით თბილისის მერობის კანდიდატი. დღეს პრესაში გამოჩნდა პუბლიკაციები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება და ეს პოზიცია პოლიტიკურმა გუნდმა შეცვალოს და დაიწყოს გადახედვის პოლიტიკა. რა ინფორმაცია გაქვთ დღეს თქვენ? დავით ნარმანი არის 100% თბილისის მერობის კანდიდატი მართველი კოალიციიდან და შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს. მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება და ანუ თქვენ იცით მოისმინეთ იმის შესახებ, რომ შეიძლება გადაიხედოს? აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გადაიხედება, იმიტომ რომ ამაზე საუბარი და კონსულტაციები არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცას აწყობდა სპეციალურად ასე ვთქვათ, გარეთ გამოტანილი ინფორმაცია. სხვა მსგავსი საკითხია ამასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, შეიძლება ვიდმე ალტერნატიული კანდიდატურა იქნას დაყენებული, ნამდვილად არ ყოფილა. მე ჯერჯერობით ჩვეულებრივ რეჟიმში როგორც განვაცხადე ვაგრძელებ მინისტრის პოსტზე მუშაობას და როცა ამის დრო დადგება, გადავდგები დაკავებული თანამდებობიდან, იმისაც რომ შემდგომ უკვე ჩავერთო წინა საარჩევნო კამპანიაში. მანამ ჯერ საკმაოდ დიდი დროა. ბევრი აზრთა სხვადასხვაობები იქნება, ბევრი ინფორმაციები. ასეთ სხვაობა თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით? არის, რა თქმა უნდა. გუნდის შიგნითაც? არის, თქვათ, მაგალითად ზაზა პაპუაშვილმა როცა
თქვა და გამოხატა თავისი აზრი, შეიძლება ესე რამდენიმე ადამიანი კიდე ფიქრობდეს. მათ შორის იყო ზაქარია ქუსნაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ნარმანიას მერობა არც ფრაქციასთან და არც უმრავლობის სოფის ხდომაზე არ განხილულია. ზაქროს მე მგონი არ აწყობს ის, რომ მე ასე თქვა რეგიონული განვითარების მინისტრი არ ვიქნები, იმიტომ რომ ის მაჟორიტარი დეპუტატია და ბევრი მისი კოლეგა ფიქრობს, რომ მე იქ უფრო მნიშვნელოვანი ვარ მათთვის. და თუ პრემიერ-მინისტრის ამ პოზიციაზე დარჩება, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს თქვენი მისამართით ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოთქმული მოსაზრება, რომ ნარმანია ძალიან კარგად მუშაობს ამ თანამდებობაზე. თუ მთავრობის მეთაური ჩათვლის საჭიროთ, რომ თქვენ ახლა იქ ხართ საჭირო, შეიძლება რომ სწორედ ამ მოტივით იყოს გადახედილი თქვენი თბილისის მერობაზე წარდგენა? დაშვება ალბათ ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბარი არ ყოფილა და ბოლო პერიოდში თქვენსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ყოფილა საუბარი ამ თემაზე, რომ მერობისთვის უნდა დაიწყოს მზადება და რაღაც პერიოდში ალბათ თქვენი შემცვლელი მოსაძებნი გეყოლება თქვენ და გადადგეთ რამდენიმე თვეში. შემცველთან დაკავშირებით არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ის რომ ესე ვთქვათ მზაობა უნდა კონდეს ჯგუფს, თავისთავად იყო ამაზე საუბარი. შეიძლება ვინმე გუნდის შიგნით ასეთი აქტიური პოზიციის გამო გადააფიქრებინოს მოქმედ პრემიერ-მინისტრს თქვენი კანდიდატურის წარდგენა? ვერ გეტყვით ახლა ესე ღრმად ამ საკითხებზე არ მიფიქრე, იმიტომ რომ ეს დღის წესრიგში არ იდგა და მე მგონი რომ არასდროს არ დგას. გასაგებია, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონ დავით იმისთვის რომ მობრძანდით გამონახეთ რომ მოიგეთ მონაწილეობა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია პასუხობდა თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს. საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმშია. რატომ და რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში? ამ თემით გავაგრძელებთ საუბარს რეკლამის შემდეგ. არ გადართოთ, რეკლამა მალე გაივლის. მართველი გუნდი პარლამენტში მარტო დარჩა უკვე მესამე დღეა საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმშია. სასესიო დარბაზში ქართული ოცნება კანონებს მარტო განიხილავს და ამტკიცებს. ბიუჯეტის საგანგებო განცხადება უკრაინის თემაზე და თვითმმართველობის კოდექსი. სამი საკვანძო თემა ის რაც პოლიტიკურ ბანაკებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდებოდა ოპონირების გარეშე დამტკიცდა. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა რომ ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყება. რა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაბრუნდება დარბაზში ნაციონალური მოძრაობა? ამ თემაზე საუბარს უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერთან სერგო რატიანთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით ბატონო სერგო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მმართველმა გუნდმა, ან რა თემაზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები თქვენსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, იმისთვის რომ თქვენ დაბრუნდეთ სასესიო დარბაზში? პირველ რიგში უნდა აღენიშნოს, რომ თქვათ ის განცხადება და ის წერილი, რომელთაც ჩვენ მიმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, გარკვეულწილად იმ წუთშივა და მეორე დღეს დილას, ანუ პასუხი იყო გარკვეულწილად არაადეკვატური. შესაძლებელია იმიტომ მოხდა, რომ გუშინ საღამოს მივაწოდეთ წერილი და მას წერილი წაკითხული არ ქონდა და უბრალოდ ან ჟურნალისტების გაიგო ამის შესახებ, ანუ წაკითხული არ ქონდა, ან უბრალოდ არაადეკვატურად აღიქვა ეს წერილი, ან მესამეა რომ უბრალოდ თავს არიდებს თავარ პრობლემას, რაც იმ დღეს მოხდა დარბაზში. ჩვენ სხვათა შორის არ მოვითხოვდით პარლამენტის თავმჯდომარესაგან მხოლოდ ჩუბის შეფასებას, ასე ვთქვათ, ჩუბის ეპიზოდის შეფასებას. მთავარი პრობლემა იქ იყო რამოდენიმე, ეს არის ის, რომ დარბაზში, საქართველოს პარლამენტში გაისმა პრობლემა, რომელიც ეხება კუთხური შუხლის გაღვივებას. ეს არის პირველი და სერიოზული პრობლემა, როდესაც კრიმინალური და მეორე, რომელსაც კრიმინალური ავტორიტეტის პოზიციებიდან ელაპარაკებიან და ემუქრებიან ოპოზიციურ ძალას და ემუქრებიან, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, 9 წლის განმავლობაში მართლაც იბრძოდნენ და სხვადასხვა ადგილას ამყარებდნენ წესრიგს და ებრძოდნენ კრიმინალს. ეს არის შემაშფოთებელი. კრიმინალს არ აქვს არც კუთხე, არც ადგილი. ის არ არის რომელიმე ადგილის კუთხე და ამის გაკეთება არის და ეს პოზიცია თავისთავად იყო გაუგებარი. ამიტომ ეს ორი ტენდენცია, რომელიც გაჩნდა გუშინ და ჩვენ წლის განმავლობაში ხედავთ, როდესაც არსებობს პოლიტიკური დაკვეთა, ოპოზიციის დევნის და ანგარიშწორების და გუშინ ამან მიიღო საკმაოდ, ასე ვთქვათ, შემაშფოთებელი ფორმა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ლაპარაკია ბატონ დავითი ორი დღის განმავლობაში მართლაც აფასებს ამას, აფასებს ჩხუბის ეპიზოდს, ის ამბობს, რომ ჩხუბი არ უნდა იყოს პარლამენტში და მისასალმებელია მისი პოზიცია, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთანა გვაქვს საქმე, ეს განცხადებები, ამ განცხადებებთან არის თანაზიარი პარლამენტის თავმჯდომარე. ამ შემთხვევაში თქვენი მოთხოვნების ადრესატი არ არის კოალიცია ქართული ოცნება. თქვენ ქართული ოცნება პრინციპში, რომ ჩვენ გვაინტერესებს, რომ ეს ჯგუფი ამ მიმართულებით არის
ერთიანი, თუ აქ არის ერთი ადამიანის პოზიცია იყო ის რაც გუშინ გაჟღერდა 2-ის, 3-ის, რაც ერთი ფრაქციის, თუ ეს იყო მთლიანად და აქ უნდა ეს პოზიცია უნდა ვთქვათ, გააჟღეროს პარლამენტის თავმჯდომარემ. ანუ თქვენ ნაციონალური მოძრაობა ითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარისაგან განცხადების გაკეთებას და მოვლენებისაგან გამიჯვნას? შეფასებას იმისას რა მოხდა. რაც მოხდა და შეფასებას იმ პრობლემებზე, რასაც ჩვენ მივუთითებთ. არის თუ არა მისაღები იმისთვის, როდესაც კრიმინალების პოზიციიდან, კრიმინალური ბანდის პოზიციიდან ამ ენით ასე ვთქვათ, ელაპარაკებიან ოპოზიციურ პარტიას და ამენით ემუქრებიან კონკრეტულად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მთლიანად ოპოზიციას. ბატონ სერგო, რამდენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური იყო ბოიკოტის ნაბიჯის არჩევა თქვენი პოლიტიკური გუნდის მიერ, იმიტომ რომ მაგალითად გუშინ ინგა გრიგოლიასთან ეთერში სტუმრად იყო ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი ოთარ ჩრდილელი, რომელმაც არ გამორიცხა ამ პროცესების მომავალშიც გაგრძელება და დაანონსა კიდევაც და თქვა რომ მას გააჩნია ძალიან კონკრეტული კითხვები, მაგალითად გივი თარგამაძესთან, რომელიც იდენტური ეპიტეტებით მოიხსენია ისევე როგორც ოსის ჯაჭულანა ამ შემთხვევაში გიორგი ბარამიძე. თუ ეს ინციდენტი ამოიწურება, ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს განცხადებას, რომელიც იქნება გამიჯვნა ამ მოვლენებისაგან. ზეკ იგივე რომ გამეორდეს ისევ ბოიკოტი იქნება. ჩვენ და ვიცოდეთ, ვისთან აქვს საქმე. თუ ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც ასრულეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს არის მარგინალური ჯგუფი და საზოგადოებას ეცოდინება და საერთაშორისო საზოგადოებას ეცოდინება, ვისთან აქვს საქმე. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში არის ორი სურათი. პირველი სურათი არის, რომ სინამდვილეში ლიდერები, ამის ლიდერები და მთავარი სახეები და წამყვანი პოლიტიკა მიყავთ მაგალითად სოფსო ჯაჭვლიანს ან სხვას, თქვათ მაგალითად ჩრდილეს, ისინი არიან ლიდერები, მათი პოზიციები არის მნიშვნელოვანი, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორი პოლიტიკა უნდა ქონდეს ქართულ ოცნებას და მაშინ ჩვენ გვეცოდინება, რომ ესე არის. თუ არა და არსებობს მეორე შესაძლებლობა, როცა ამ ადამიანებით უბრალოდ მანიპულირებენ, ხო? ის რაც ხდებოდა იმ დღეს, იყო მანიპულაცია ამ ადამიანების და თუ არ მოხდება გამიჯვნა, მაშინ ამ ადამიანებით უბრალოდ მანიპულაცია ხდება. იმიტომ რომ სინამდვილეში მეორე პრობლემა, რომელიც დაკავშირებული არის გუშინდელ დღესთან, არის ის, რომ თავარი თემა გუშინ და 2 კვირის განმავლობაში სინამდვილეში იყო რუსეთის პრობლემა, ზეწოლის პრობლემა, როგორც უკრაინაზე, ისე საქართველოზე. ხო, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ უკრაინაზე, ჩვენ ასე ვლაპარაკობთ საქართველოზე, იმიტომ რომ ეს არ არის გამიჯნული პროცესები, ხო? ჩვენ 2 კვირის განმავლობაში ვსაუბრობთ ამ თემაზე, ამ თემასთან დაკავშირებით, უბრალოდ შემაშფოთებელია და ნიშანდობლივია, რომ 2 კვირის წინ როდესაც ჩვენ გამიხილავდით უკრაინის ხალხის ხარდაჭერა და სოლიდარობის ასე ვთქვათ წერილს, ამას უბრალოდ მხარი არ დაუჭირა უმრავლესობა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შენ ტექსტ ასე ვთქვათ ჩვენ ოპონენტებს არ ვეთანხმებდით გარკვეულ ტექსტში და მაგრამ თავს ვიკავებთ სწორედ იმის გამო, რომ საბოლოო ასე ვთქვათ ტექსტზე არ ვართ შეძერებული, მაგრამ ძირითად სულისკვეთებას ასე ვთქვათ ვიზიარებთ, მაგრამ რაღაცას გამო თავს ვიკავებთ. ეს არის ერთი ასე ვთქვათ ერთი პოზიცია, მაგრამ მეორე არის, როდესაც უკრაინელი ხალხის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობაში აი ამ წერილს ლის წინააღმდეგი არის 31 საქართველოს პირველ წერილს, რომელიც მიიღო პარლამენტმა და არა გუშინდელ წერილს. ეს არის შემაშფოთებელი და მე ვფიქრობ ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იქნება სამარცხვო და ფურცელი. ეს პირველი. მეორე, ამის შემდეგ არის მთელი კვირა, როდესაც ქართული დეპუტატები, ბატონი გია ბარამიძე და ამ პროცესებში ბატონი გიორგი იყო მართლაც გარკვეულწილად ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, ხო? თქვათ იგივე მე ვიყავი, გიორგი ვაშაძე იყო, დათო იყო საყვარელიძე უკრაინაში და ჩამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, ჩამოვიდა მასთან ერთად ევროპარლამენტის წევრები, იყო ამხელა დიდი პროცესები იყო, ხო წარმოგიდგენიათ და იქ თქვენ წარმოედგინეთ ერთი კვირის განმავლობაში არც ერთ ჩვენგანს
არ გვილაპარაკია რომ ჩვენ ვართ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები. გია ბარამიძე როგორც მეიდანზე ისე სხვა მაიდანზე ისე სხვაგან ყველა ეთაში ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ არ წავუმროთ მხოლოდ ოპოზიციას ან ერთხელ თქვენთან ერთად არის მთელი ქართველი ხალხი. ნუ ბარამიძე ოფიციალური პარლამენტის ვიცე-სპიკერია. თან ესა გიორგი ბარამიძე არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მთელი კვირის განმავლობაში არ დარჩენილა დღე, როდესაც ორჯერ, სამჯერ ეთერში არ ყოფილვართ, არ დარჩენილა დღე, როდესაც თქვა მართლა თანადგომა და ერთად მართლა ვიდექით იქ ხო და ამის შემდეგ ჩამოდის და წარმოიდგინეთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის რა სურათი არის რომ ადამიანი რომელიც იცავდა იქ საქართველოს ღირსებას და იცავდა ევროპულ ღირებულებებს აი ეს მთელი ეს კვირის შემდეგ აი ესე უმასპინძლებიან საკუთარ სახში აი ეს არის მიზანმიმართული კამპანიის შედეგი იმას რომ სწორედ თემა ამ დილის თემა თავარი თემა ხო იმ ღამეს მართლაც იყო უკრაინა და ხელისუფლებამ დაინახა რომ მთელი კვირა, როდესაც საერთოდ ისინი არ არსებობდნენ ამ კვირის განმავლობაში და აი ამ საკითხებთან მიმართებაში და თავარ პრობლემასთან მიმართებაში, რუსეთთან მიმართებაში, როდესაც რუსეთი ანხორციელებდა ზეწოლას უკრაინაზე, როცა აგრესიას ახორციელებდა უკრაინაზე, როცა ჩვენი ბედი მართლა წყდებოდა და წყდება დღეს მაიდანზე. უკრაინაში წყდება დღეს ჩვენი ბედი. თუ უკრაინას მიიღებს სერიოზულ დატანს, თუ ხელები გადაუღრხეს, თუ ვერ მიაღწია მან თავის საწადელს, მაშინ ჩვენ მთელი შემდეგი წელიწადი გვექნება ძალიან რთული. და ამის შემდეგ და ამის ფონზე სწორედ გიე ბარამიძეზე ხდება ესე თქვა. ანუ თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ეს არისო კონკრეტული დეპუტატის ამ შემთხვევაში სოსო ჯაჭვლენის ემოციური გამოსვლა და ამ ყველაფრის უგან შეიძლება იდგეს ემოციური გამოსვლები თქვა 1 წლის შემდეგ თუ რა ვიცი კიდე წელიწადნახევრის შემდეგ და ეს თემები როდესაც საერთოდ არ აწეულა და კონტექსტში რომელიც საერთოდ თემები სხვა რაღაცაზე ახლა მე რო დავიწყო ლაპარაკი არ ვიცი ესე რა ქვია შტველზე დღეს ახლა ხო არ არის ბუნებრივი რაღაცის გამოვიწყებ ესე იგი მე მინდა ავარიდო თავი რაღაცას ან რაღაც ხო ეს ხო არაბუნებრივი არის არა სწორედ აი ამიტომ ჩვენ მე პირადად დამჩა ეს შტაბეჭდილება და ძალიან ბევრს და ბუნებრივათაც ესე არის ხო ეს მართლაც რო ყოფილიყო აქტუალური ეს შტაბეჭდილება რომ ამ თემით უნდათ გადაეფარათ და გადაეფარათ თავისი უმოქმედობა ერთი მხრივ აგრესია ჩვენს მიმართ და მეორე მხრივ ესე ვთქვათ თითქოს რაღაცების გამოსწორება მას მერეც დაინახეს მართლა მთელი საერთაშორისო საზოგადოება იდგა მართლა უკრაინელი ხალხის კი ბატონო თქვენ ბრძანეთ რომ ელოდებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას რომელიც უნდა გაემიჯნოს თქვენი სურვილით იმ პროცესებს რომელიც ბოლო დღეებში განვითარდა საკანონმდებლო ორგანოში იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობა დავით უსუფაშვილის განცხადებას ვერ მოისმენს ან მოსმენელ განცხადებაში არ ამოიკითხავს მისთვის სასურველ გზავნილებს ბოიკოტი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ჩვენ გავაკეთებთ ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევასრულოთ ხალხის დაკვეთა და ის სამუშაო რის გამოც ვართ უბრალოდ პარლამენტში და ასე ვთქვათ და ვიყოთ ოპონირების რეჟიმში ჩვენ ამ დავალებას შევასრულებთ. როგორ შევასრულებთ და რა ტაქტიკა გვექნება? ჩვენ ამას მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის და მიხედვით, როგორი იქნება შეფასებები. და ვისთან აქვს საქმე ეს ყველაფერი? არა, ჩვენ ამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეხლა ეს გუშინ მოხდა, ჩვენ ველოდებით ამ შეფასებას, ჩვენად მოლოდინის რეჟიმში ბურთი არის იქით ამ ხარეს და ამის შემდეგ გვექნება შეფასება პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი თუ ვისთანა გვაქვს საქმე, რამხელ ასპექტთან აქვს საქმე და ასე ვთქვათ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. გაჩნდა ასევე ვარაუდი იმასთან დაკავშირებითაც რომ საკითხები რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს ახლა და მიმდინარეობს თქვენს გარეშე თქვენს პოლიტიკურ ძალას არ ქონდა მყარი არგუმენტები და ბოიკოტი გამოიყენეს უკაცრავად მაგრამ ეს ყველაზე უფრო სუსტი არგუმენტია იმიტომ რომ ამ თემებთან დაკავშირებით თქვათ მთელი არ ვიცი მე მგონი ერთი თვის განმავლობაში ვფიქრობ არ ყოფილა ეთერი არ ყოფილა დებატი სადაც სრული უპირატესობა არ ქონოდა ამ მიმართულებით. ვერავინ ვერ დაასახელებს ვერც ერთ დებატს და ვერც ერთ ასე ვთქვათ არგუმენტს, როდესაც ჩვენ არ ქონდა სრული უპირატესობა დაწყებული მთავრობის დამტკიცების დროს შექმნილი პრობლემისა დამთავრებული ასე ვთქვათ გუშინდელი დღით, ხო? ანუ ის რომ ბიუჯეტი არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, უბრალოდ სხვაზე ვარაფერი არ ვილაპარაკოთ, სასაცილო მდგომარეობა 2003 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში,
800 მილიონი იყო, საიდანაც 300 მილიონი არ სრულდებოდა უბრალოდ. ეს იყო საქართველოს ბიუჯეტი. ჩვენ როდესაც ჩავაბარეთ, გადავაბარეთ ხელისუფლება, 1 წლის მერე მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ და აი ეს ბიუჯეტი, მთელი წლის ბიუჯეტი ფაქტობრივად ეს ვერ შეასრულა. ეს დააკლდა 800 მილიონი და ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ძალიან სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ქვეყანა დგას. აი ამ ფონზე და კიდე ერთი მაგდენ ვალს იღებენ მომავალ წელს. At წარმოიდგინეთ 2003 წელს რაც ჰქონდა ჩვენ ბიუჯეტი, აი ამდენი დააკლდეთ, მოახერხეს და ეს თქვა დააკლდა ბიუჯეტს და მომავალ წელს კიდე ერთი მაგდენს ეს თქვა იღებენ. მარტო ესეც კი არის საკმარისი, რა მძიმე მდგომარეობაში არის დღეს ხელისუფლება. თუმცა ნოდარხაზმა ჩვენ სეთერში განაცხადა, რომ თქვენი აღებული ვალების გასტუმრება უწევს ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე არის ეს. ამ მიმართულებითაც შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ რა ვალებსაც ვიღებდით, ხო? ეს მიდიოდა მართლაც იმის რომ ბიუჯეტი, არა უბრალოდ ბიუჯეტი, არამედ ეკონომიკა იზრდებოდა, როდესაც ბიუჯეტზე ლაპარაკობ ბიუჯეტი ხო იქიდან არაფრიდან არ მოდის. ეკონომიკა იზრდებოდა, დასაქმება იზრდებოდა, რა ხდება ეხლა? სოციალური ვალდებულებების პირველი რო ეს არის ძვირიანი ბიუჯეტი, რა ქვია, ვალი, ძალიან ასე ვთქვათ, ცუდი ვალი თუ შეიძლება ითქვას, ხო? და ეს არის პრობლემა და ამას უმატებენ ერთი ამდენ ვალს და ამას აკეთებენ სოციალური ვალდებულებების შესაშროლებად, რომელიც შარშან აიღეს დაპირებას. თორე წელს ბატონი ბიძინა, ყოფილი პრემიერი, აცხადებდა, რომ ყოველი წელი იქნება უკეთესი. რითი არის უკეთესი მომავალი? არ იქნება შემდეგი წელი უკეთესი. როგორ არის უკეთესი, როდესაც არ იზრდება პენსია, პირველი, არ იზრდება ხელფასები ჯარში, არ იზრდება ხელფასები პოლიციაში. მასწავლებელთა ეხლა ვალი დაამატეს. პირველი, როდესაც იყო ჩვენი კრიტიკა ამისი, სწორედ წავიდნენ, იფიქრეს ბევრი, წავიდნენ და იმის მაგივრად რომ არ მოიფიქრებინათ სხვა რამე, წავიდნენ ვალი აიღეს და ეს ხო არის გადაფარვა პრობლემების, ეს ხო არის უბრალოდ პრობლემებისგან გაქცევა და კიდევ უფრო მეტ პრობლემებში შესვლა, ხო? მასწავლებელთა ხელფასები არ იზრდება. არ იზრდება ხელფასები, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუხლი იზრდება, და პრობლემა, რა ქვია, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტებს მაგალითად აკლდებათ წელს 10 მილიონი. შარშან უკვე 8 მილიონი და აი მოვიდა ახალი ხელისუფლება და უნივერსიტეტების ბიუჯეტს, კვლევის ბიუჯეტს, აკლდა ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის ბიუჯეტს, ინსტიტუტებს, რომლებიც იქ არის, აი ამათ აკლებათ 10 მილიონი. შარშან უკვე 8 მილიონი. თუმცა მათი მთავარი არგუმენტი თქვენი პოლიტიკური ოპონენტების არის, რომ მათი როგორც მძიმე მემკვიდრეობა მილიარდზე მეტი წინასწარ ამოღებული გადასახადი ამ ეთერში გოგითოფაძე 2 მილიარდი რეზერვი საკმაოდ მძიმე არის, თუმცა მილიარდზე მეტი იყო წინასწრებად კერძო სექტორისაგან იყო აღებული გადასახადები, რისი გასტუმრებას ახლა ჩვენ გვიწევს რომ განაცხადა გოგითოფაძე. მინდა დაუბრუნდე ჩვენი საუბრის მთავარ თემას, მაშინ როდესაც მოხდა ინციდენტი საქართველოს პარლამენტში სოსო ჯაჭულიანსა და გია ბარამიძეს შორის, თქვენ გააკეთეთ განცხადება, ვინ არის სვანი და ვინ არა, ამას ჩვენ ვნახავთ, რადგან ეს არის კუთხური შუღლის გაღვივება, რაც დღეს უნდა რუსეთს. რას გულისხმობდით ამ ფრაზაში და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი? კუთხური შუღლის გაღვივება და რუსული ინტერესების გადაღება. კუთხური შუღლის გაღვივება ყოველთვის იყო, სწორედ მე მაგას გულისხმობდი, რომ კუთხური შუღლის გაღვივება, როდესაც ლაპარაკობ კუთხეზე, რომელიც გიყვარს, ხო? და როდესაც ეს მდგომარეობა, ხო, როგორ შეიძლება შენი სიტყვები გახდეს პრობლემის დასაწყისი. ეს პროვოცირება იყო რასაკურველი, იმიტომ რომ იქ იყო ნათქვამი ფრაზები, რომელიც მართლაც შემაშფოთებელი და რომელიც არ არსებობს ბუნებაში, ხო? დაბრალება ისეთი რაღაცების, როგორც არ არსებობს. გარკვეული იმითი, რა ქვია, კრიმინალური ბანდის და კრიმინალის შეფუთვა სვანეთის ხედებით და სვანური ტრადიციებით არის შემაწუნებელი პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემაა. ამეთი თამაში, ამეთი სპეკულაცია, ამეთი მანიპულაცია არის დაუშვებელი უბრალოდ. ამდენად ეს არის და წელს ჩვენ ხედავთ, რას ხედავთ? გამოუშვეს ექსტრემისტები სწორედ ამ თავრობამ და ბევრი მიმართულებით შეიძლება შეიქმნას ხო პრობლემა. რაც დღეს უნდა რუსეთს. თქვენ ფიქრობთ, რომ აი მოცემულობაში რა განცხადებებიც კეთდებოდა ეს რუსეთის დისკურსზე ასხავდა წყალს თუ რუსული ინტერესის გატარება იყო ამ შემთხვევაში? მე ვიტყოდი რომ საქართველოს პარლამენტში ცხადად ყალიბდება ასე ვთქვათ ჯგუფი, რომელიც ასე ვთქვათ რბილად რო ვთქვათ პრორუსულია, პრორუსულ პოლიტიკას ეწევა და ეს არის რუსული ის რაციდან ამ ჯგუფში. მე ჩვენ პირდაპირ შეგიძლიათ ჩახედოთ და ნახოთ 31 ადამიანი, ეხლა შეიძლება რაღაც არ მინდა პერსონიფიცირება, მაგრამ ის რომ 31-მა
დეპუტატმა საქართველოს 21 პარლამენტის 31-მა წევრმა მისცა ხმა უკრაინის ხარდამჭერ წერილის წინააღმდეგ ამას მისცა ხმა, ეს არის შემაშფოთებელი უბრალოდ. მხოლოდ ეს გაძლევთ ამის თქმის საფუძველს თუ არსებობს სხვა სიმპტომები, რის გამოც გიჩნდებათ მოსაზრება, რომ პარლამენტში მართულ ძალაში პრორუსული ორიენტაციის ჯგუფის პოზიციები ძლიერდება. წლის განმავლობაში დაგროვდა ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სიმპტომი. მართულ ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები, რომ სადაც უბრალოდ თავდახრილები ვარ და არაფერს არ ვაკეთებ. როდესაც მართლაც როდესაც მაგალითად თქვენ გახსოვთ ესე 14 პუნქტიანი ასე ვთქვათ შეთანხმება, რომელიც და უნდა მოგვეწერა ორივე ფრაქციას ხელი უნდა მოგვეწერა. ხო, უნდა ჩვენი საერთო რეზოლუცია ყოფილიყო 14 პუნქტიდან ბოლოში შევაცვლევინეთ ყველაფერი. მაგრამ პირველი რეზოლუცია ეს იყო ცხადად მათი პოლიტიკური განაცხადი და პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ისინი ხშირ შემთხვევაში უბრუნდებიან ხოლმე. ის პოლიტიკა რომ რუსეთი არ უნდა შევაწუხოთ ოლიმპიადაზე უკაცრავად, მაგრამ უკვე იმდენმა ადამიანმა განაცხადა ევროპაში რომ ისინი არ ჩავიდნენ, მე მგონი ჩვენსგან აღანავენა განაცხადა რომ არ ჩავა. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის საქართველოს მთავრობა არ ჩავა. აქეთკენ ჩვენ მივდიოდით რა იყო საზოგადოების აღშფოთება, იყო მიტინგები, იყო ორი კვირა და ისე დანიშნულა პრემიერ-მინისტრის პოსტზე რამდენიმე დღის თანავე ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ინტერვიუში იყო ეს განცხადება. მესამებით ამას, მაგრამ ხო გეუბნებით, ესე იგი ნახევარმა ევროპამ უნდა თქვა რომ რუსეთში არ ჩავალ, ნუ კიდევ კაი რომ ასე ვთქვათ. ბატონ სერგო, ეს თემა რომ ამოწუროთ ბოლო კითხვას დაგისმოთ, სწორედ დაგისვამთ თქვენს ბოიკოტთან დაკავშირებით, ერთგვარი გამოსავალი იყოს, იქ შეიძლება იყოს თუ არა ბოიკოტის შეწყვეტისა და თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან პოზიციის შეცვლისა, თუ მაგალითად იქნება რაღაც იგივე დისციპლინარული წესი გამოყენებული დეპუტატ სოსიაჭულენის წინააღმდეგ. ჩვენ დაველოდებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას. ჩვენ გვაინტერესებს ეს შეფასება. ეს შეფასება მნიშვნელოვანია არა ჩვენთვის. ანუ ახლა ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების ბედიანი დავით უსხაშვილის ეს შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის თრიანად, მისი ღირსებისათვის და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისათვის. კი ბატონო. ბატონ სერგო, მინდა გითხოთ დღეს საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა რეგიონის 9 გუბერნატორი. ბრიფინგიდან ძალიან მალევე იყო თქვენი პოლიტიკური გუნდის პრესკონფერენცია, სადაც კლანური წესით დანიშნული გუბერნატორები უწოდა თქვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელ ლიდერმა ირმა ნადირაშოვმა გუბერნატორების დანიშნას. რატომ გახდა მაგალითად მსჯელობის საგანი და თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან კრიტიკის საგანი ის, რომ რამდენიმე გუბერნატორი არის ყოფილი პოლიციელი. თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო შემთხვევები, როდესაც იგივე პრემიერი მაგალითად როგორც ამ შემთხვევაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ გახდა მთავრობის მეთაური და ასე ხდებოდა სხვადასხვა განათლების მინისტრის საპოლიციო უწყებიდან გადავიდა ამ პოსტზე. ეს არ არის სოციალურს არც მით უმეტეს მანუელ მენაბეშვილი იყო პოლიტიკური ფიგურა, ეს იყო პოლიტიკური ლიდერი და ის არ იყო ძალოვანი სტრუქტურის. თუმცა იყო სხვა მინისტრები, სხვა მაღალჩინოსნები. აბსოლუტურად საერთოდ ეს სხვა გაგიჩინათ ის საფუძველი რომ ეს იყო კლანური. აქ არის ქალბატონ იმას ჰქონდა არგუმენტები და ზუსტად ასე ვთქვათ, მე უბრალოდ ახლა მართალი რო გითხრათ, გზაში ვიყავი და აბსოლუტურად ასე ვთქვათ, მოწყვეტილი ვარ იმას, მაგრამ ის რომ ძალოვანები ვთქვათ, მე გზაში ვიყავი და როდესაც ძალოვანებზე იყო საუბარი, ეს რასაკვირველია დამაფიქრებელია, ეს არის შემაშფოთებელი, ეს არის სიმპტომი გარკვეულწილად, რომელსაც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და საზოგადოება უნდა დააკვირდეს ამას. ეს პრობლემური არის. გასაგებია, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ მიიღეთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დღის სხვა მთავარი თემები დაგიბრუნებია ეთერში დროებით. თქვენ უყურებთ TV3-ს, ეს არის ტოქ-შოუ დიდი პოლიტიკა, მზადალის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და აკმაყოფილოს უმცირესობის მოთხოვნები და ნაციონალური მოძრაობა სასესიო დარბაზს დაუბრუნდეს. ამ თემით გავაგრძელებთ საუბარს გადაცემის მესამე ნაწილში და ტოქ-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი ქუთაისიდან უპასუხებს. მე მას მივესალმები, მოგესალმებით ბატონ ზაქარია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიიღებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. თქვენს წინ ჩვენი სტუმარი იყო სერგო რატიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ელოდება განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და კოალიცია ქართული ოცნების მხრიდან, რათა გაემიჯნონ ისინი პარლამენტში მომხდარ მოვლენებს, გულისხმობ ჩხუბს სერგო რატიანსა და გიორგი ბარამიძეს შორის და იმ პათოს, რომელიც ამ პროცესებს წინააღმდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდებიან ისინი დარბაზში. მზად ხართ თქვენ გადადგათ ეს ნაბიჯი?
მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მე ვფიქრობ, ნაციონალურ მოძრაობა ეძებს საბაბს იმისათვის, რომ ამ თოვლიან ზამთარში არ იაროს პლენარულ სტომებზე. ეხლა ის რომ 2 და 3 კაცი არის ქუთაისში, 40 დეპუტატთან ეს არნიშნავს იმას, რომ დეპუტაცია წარმოადგენილია პარლამენტში და ასრულებს მის მოვალეობას. რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებას, მინდა დავსვა ერთი მარტივი შეკითხვა. გია ბარამიძე საქართველოს რომელ კუთხეს წარმოადგენს? როცა საუბრობენ კუთხური შუღლის გაღვივაზე, შუღლს ხო მინიმუმ 2 მხარე უნდა ყავდეს ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში საუბრობენ ისინი სოსო ჯაჭვლიანზე ბატონ ზაქარია. ხო და გია ბარამიძე საქართველოს რომელ კუთხეს წარმოადგენს? კუთხური შუღლი ნიშნავს იმას, რომ ერთი კუთხე მეორე კუთხესთან დააპირისპიროს. და გია ბარამიძე საქართველოს კუთხე არის? გასაგებია, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი იყო, როდესაც ხდებოდა აქცენტების გაკეთება, თქვენც ალბათ უსმენთ ბატონ სერგო რატიანს, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო, რომელიც საუბრობდა, რომ იმ პათოში იგულისხმობდა სწორედ კუთხური შუღლის გაღვივება, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ თემაზე გვექნება ჩვენ საუბრის საშუალება, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი თო დღევანდელ გადაცემაში. კუთხური შუღლი რას ნიშნავს? კუთხეებს შორის შუღლს არ ნიშნავს, გიორგი? ნოდარი ის კუთხური შუღლი ნიშნავს კუთხეებს შორის შუღლს. ეს ნოდარი ბოდის ვიხდი. კუთხეებს შორის შუღლს და გია ბარამიძე რომელ კუთხეს წარმოადგენს მეთქი საქართველოს? ამაზე ალბათ პასუხს თქვენ ამ შემთხვევაში არაფერ შუაში. არაფერ შუაში არ არის კუთხური შუღლი, ისინი შეეცადნენ ძალის გადამეტებით ადამიანებისთვის საიცოცხლო საფრთხის შემქმნელი პირის ქმედება გაემართლებიათ, როცა ეს თავის ჟესტიკულაციით სოსო ჯაჭვლიანის მთელი გამოსვლის განმავლობაში აყენებდა მას შეურაცხყოფას და ყველამ ნახავთ, თელმა მსოფლიო ნახა მისი ჟესტიკულაცია, რა შეურაცხყოფელი ხასიათის იყო, როცა სოსო ჯაჭვლიანი თავის სიტყვას წარმოთქვა, თავის ორწუთიან სიტყვას. ბატონ ზაქარია, ვერ დაგეთანხმებით ტელეტრანსლაციაში ჩვენ ჟურნალისტები ყურადღებით ვადევნებდით, მაშინ როდესაც გამოდიოდა ბატონი სოსო ჯაჭვლიანი, იქ ძალიან მოთმინებით უსმენდა გიორგი ბარამიძე ამის კადრები ყველა მედია საშუალებას გააჩნია და მხოლოდ ციტირებას მოუხდენ სიტყვა ჩმორის ხმარების შემდეგ იყო გია ბარამიძის მხრიდან გამოყენებული ჟესტი, რომელზეც თქვენ საუბრობთ ახლა. თქვენ შეგიძლიათ ვერ დამეთანხმოთ, მაგრამ კადრების სხვა რამეზე მეტყველებენ. ჟესტიკულაცია ნიშნავს აზრის გამოხატვას არავერბალური ფორმით. ამიტომაც გადაატრიალეთ თქვენი კადრები და ნახავთ, რომ სანამ გია ბარამიძე გამოყენებულ ფრაზას გამოიყენებდა სოსო ჯაჭვლიანი გია ბარამიძესაც ნამდვილად იქამდე იყო ეს ჟესტიკულაციები, რაც თელმა მსოფლიო ნახავთ. გადაახვიეთ კადრები და ნახავთ თქვენ ამ ჟესტიკულაციებს. კი ბატონო, თავისი არსი ძალიან შეურაცხყოფელი ხასიათის ეს. გასაგებია, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სიტუაციის პროვოცირება გიორგი ბარამიძემ მოახდინეს ხდომათა დარბაზში და არა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა? ნაციონალურ მოძრაობა ცდილობს წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გადაფარვას, ეგრეთ წოდებული კუთხეებს შორის შუღლის გაღვივების ბრალდებით ან უკრაინის საკითხზე საქართველოს პარლამენტის პოზიციით. აი მას ცდილობს. იმიტომ რომ გადავიდეს ყურადღება იმ მძიმე დანაშაულთან, რაც ჩადენილი იქნა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ვინ გამოაცხადა აფრაზის დამნაშავედ. ითხარით, არსებობს სასამართლოს განაჩენი, რომელთაც იცნობილია დამნაშავედ. და როც ყოფილიყო სასამართლო განაჩენი მის დამნაშავედ გამოცხადების თაობაზე, აქვს ვინმეს უფლება, რომ დამნაშავის ოჯახის წევრები სიცხე ჩააყენოს საფრთხის ქვეშ და სამხედრო იარაღი გამოიყენოს ვერტმფრენებიდან დაწყებული, მით დამთავრებული ტყვეობქვევები დამთავრებული მათსაწინააღმდეგოდ. ვინმეს აქვს ამის უფლება? გასაგებია, მაგრამ მე ისევ გაგიმეორებ კითხვას, რომელიც თქვენ დაგისვით. თქვენ ფიქრობთ, რომ გიორგი ბარამიძემ ვინმეს უფლება? გასაგებია, ბატონ, მე ამ შემთხვევაში თქვენი მოპასუხე არ ვარ, მე ვარ წამყვანი, რომელიც სვავს კითხვას, უბრალოდ მე თქვენ გაგიმეორებთ კითხვას. გიორგი ბარამიძემ მოახდინა თქვენი აზრით სიტუაციის პროვოცირება თუ დეპუტატმა ჯაჭვლიანმა პარლამენტის ხდომათა დარბაზში, მე თქვენი პოზიცია მაინტერესებს. დეპუტატი ჯაჭვლიანი უკვე 1 წელია ითხოვს ამ ფაქტის გამოძიებას. და თუ შინაარსი მოусმენთ მას ყურადღებით, ის ამბობს, რომ მე მოვითხოვ არა ლინჩის წესით გია ბარამიძის პასუხის მოთხოვნას, არამედ საგამოძიებო პროცედურების დაცვით. და მან ეს განცხადება გააკეთა არა პარლამენტის პირველ სტომაზე, არამედ 1 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ის ამას ითხოვს. მე დიდი იმეს გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ახალი შემადგენლობა დაიწყებს ამ საკითხის გამოკვლევას და დაადგენს ქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი უფლებამოსილის ბოროტად გამოყენების გზით, რომელმაც საიცოცხლო საფრთხე შეუქმნა უამრავ ადამიანს, რომელიც შეფუთული იყო უზარმაზარი პიარ ტყუილით, როცა კალაძეების ოჯახის წევრის კვალი აღმოაჩინეს სვანეთის ამ სოფელში. ეს დაგავიწყოთ ეს ისტორია საქართველოს უახლოეს წარსულში? გასაგებია, მაგრამ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ბოლო 1 წლის განმავლობაში და უფრო მეტია ამ შემთხვევაში თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არიან. თუ ეს საკითხი ასეთი აქტუალური იყო, გასული 1 წლის განმავლობაში რატომ არ მოხდა ამ საკითხის გამოძიება?
ხო და დეპუტატი სწორედ მაგიტომაა დეპუტატი რომ ის როგორც ხალხის წარმომადგენელი ვალდებულია დააყენოს ის საკითხები რაც ხალხს აინტერესებს. სვანეთში და არა მარტო სვანეთში აინტერესებთ ამ შეკითხვაზე პასუხი იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტება, ძალის გადამეტება, რომელმაც საიცოცხლო საფრთხე შეუქმნა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლესა და საკუთრებას. და ყველა ნახა ეს კადრები როცა გეგონება სამხედრო ოპერაცია ჩატარდებოდა ისეთი ტექნიკა იყო გამოყენებული ეგრეთ წოდებული დამნაშავე პირების წინააღმდეგ. ვიმეორე დამნაშავეც რო ყოფილიყო აფრაზიძე სასამართლო განაჩენიც რო არსებულიყო მის საწინააღმდეგ არ ქონდა უფლება მისი ოჯახი დაეხრიტათ ვერტფრენებიდან ცეცხლი გაეხსნათ და ეგრეთ წოდებული სამხედრო შინაარსის ძალადობრივი ოპერაცია ჩაეტარებიათ. გასაგებია, მაგრამ ეს ხომ უნდა ამტკიცოს საგამოძიებო უწყებამ ბატონო ზაქარია. ძალოვანი უწყებები ვალდებული არიან დამნაშავეც აიყვანონ სხვების დაზიანების გარეშე. ვალდებული არიან და როცა ამოყო იმით რომ ძალას გადაამეტე სამხედრო ძალადობრივი ოპერაცია ჩაატარე პირზე რომელიც არავის და მათ შორის არც სასამართლოს დამნაშავედ არ ყავდა გამოცხადებული მას შეშენ უფლებამოსილებს ამეტებ და გვავიცდა ყველას ეს. გასაგებია ბატონო ზაქარია, მაგრამ ამ შემთხვევაში დანაშაულის შესაძლო დანაშაულის გამოსაძიებლად არსებობს საგამოძიებო უწყება, რომელიც ერთი წელია უკვე თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იმყოფებიან ამ საგამოძიებო უწყებაში მთავარ პროკურატურაში. რამდენად მისაღები იყო თქვენთვის ის სიტყვათა წყობა, რომელიც გამოიყენა ბატონმა დეპუტატმა ჯაჭულიანმა ამ შემთხვევაში გიორგი ბარამიძის მისამართით. მე თქვენ კითხეთ და არ მიპასუხეთ ამ და კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით. სიტუაციის პროვოცირება ვინ მოახდინეს ხდომათა დარბაზში? მაგაზე მე გიპასუხეთ უკვე ჟესტიკულაცია რომელიც აზრის არავერბალური გამოხატვის საშუალება ნახეთ კადრებში ყველა ნახვა შეურაცხყოფილი ჟესტიკულაცია რაც საკეთებდა მთელი გამოსვლის განმავლობაში და მე ეს არავერბალური აზრის გამოხატვა რომ გადაიზარდა ვერბალურ გამოხატვაში რა თქმა უნდა სოსო დაიცავდა თავის ღირსებას. გასაგებია მე ამ შემთხვევაში ვერ ვიქნები ვერანაირი ძალადობის გამართლებელი, მაგრამ პროვოცირება ამ ძალადობისა მოახდინა ამ პიროვნებამ, გია ბარამიძემ მოახდინა ამის პროვოცირება. ისევე როგორც ამ პიროვნების გარშემო დარჩა ეს კითხვა, რომელიც მოითხოვს პასუხს, რომ გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას, გადმოიყენა თუ არა გადამეტებული ძალა და შეუქმნა თუ არა სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე, როცა ჩაატარა ეს ძალადობრივი სამხედრო ოპერაცია. ბატონო ზაქარია, ნაციონალური მოძრაობის მთავარი პირობა დარბაზში დასაბრუნებლად წეგან ჩვენს ეთერშიც გაჟღერდა არის ის, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდი გაემიჯნოს დეპუტატებს შორის მსგავსი ურთიერთობის ფორმებს, იგივე ჩხუბს, ან იგივე სიტყვათა მსგავსი წყობის გამოყენებას. აპირებთ მსგავსი განცხადების გაკეთებას, რომ თქვენ ემიჯნებით და ეს თქვენთვის მიუღებელია თუ თქვენთვის სულ ერთია იქნებიან თუ არა თქვენი პოლიტიკური ოპონენტები დარბაზში? მე არ ვარ უფლებამოსილები ახლა ვილაპარაკო მთელი კოალიციის სახელით, მაგრამ ჩემი პირადი სახელით მინდა თქვა, რომ ეს ჩემზე რო იყოს მარტო დამოკიდებული, ამას არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს მათი წევრების ძალადობრივი ქმედებები, უმიზეზო ძალადობრივი ქმედებები საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, როცა არც მათგანს არ გამოსულა და არ მოუთხოვია ამ პირების დასჯა. და იყო ცნობილი რეკორდსმენებიც, რომელიც ცნობილი იყვნენ პარლამენტის სხვა წევრებზე უმიზეზო ძალადობაში. და სოსო ჯაჭულიანი პროვოცირებული იყო ბარამიძის მხრიდან იმ ჟესტიკულაციით, რომელიც თავის შინაარსით იყო შეურაცხყოფილი. თუ თქვენ არ ჯერათ ბატონო და ჩემი სიტყვაზე გადაახვიეთ თქვენივე კადრები და ნახავთ. შეადარეთ ეს კადრები მისი ბოლო ფრაზა და ჟესტიკულაცია და მიხვდებით რომ ვინ მართალია ჩვენ შორის. გასაგებია ბატონო ზაქარია, მინდა კითხოთ სწორედ იმ ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც გამოაცხადა საპარლამენტო უმრავლესობამ, თქვენ საუბრობთ რომ ეს იყო ძალიან კარგი მისაღები პირობა, თუმცა თქვენი წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს დიპლომატიური ეს არის საბაბი მათი მხრიდან, საბაბი. საბაბი რისთვის? ის რაც გადაცემის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ცივ ზამთარში პარლამენტში არიანო? აბარატო არ დადიან მაშინ მითხარით. თუმცა ისინი არიან წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში აკეთებენ. ვინმე თავს დაესხმებათ მათ? ვინმე თავს დაესხმებათ მათ? ამას ფიქრობენ, თქვენ ესე ფიქრობთ? დიახ, სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა დაგიცვათ შემდეგი კითხვა. ხომ არ ფიქრობთ, რომ იმის თუ არ იქნება გარკვეული პრევენციული განცხადებები პოლიტიკური გუნდების მხრიდან, რომ მსგავსი ურთიერთობების ფორმები არის მათთვის მიუღებელი და ეს არ არის თამაშის წესები, რომლითაც ისინი თამაშობენ პოლიტიკურ არენაზე, მას შესაძლოა ამ ყველაფერმა მიიღოს შეუქცევადი ხასიათი. მაგალითად, გუშინ თქვენი კოლეგა ჩვენს ეთერში, ბატონი ოთარ ჩრდილელი საუბრობდა, რომ მას გააჩნია იგივე კითხვები გივი თარგამაძესთან, იდენტური ეპიტეტებით მოიხსენიებდა ბოკელიას თარგამაძეს, მიხეილ სააკაშვილს და თქვენ რომ პირველ რიგში ისინი არიან მამაკაცები, შემდეგ პარლამენტის წევრები და არ გამორიცხა რომ ეს პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდეს. თუ არ იქნება ეს პოლიტიკური განცხადებები, რასაც ითხოვენ თქვენი ოპონენტები, ხომ არ ფიქრობთ რომ ეს იქნება გარკვეულწილად მაპროვოცირებელი იმისა, რომ მომავალშიც ვიხილოთ მსგავსი სცენები, რომელიც იყო საკანონმდებლო ორგანოში? ბოდიშს ვიხდი. ვინ უნდა მოიხადოს და ვის წინაშე ბოდიში ბატონო და ეხლა გეკითხებით მე თქვენ.
მე ბოდიშის მოხდაზე არ დამისვამს ბატონო. მე ბოდიშის მოხდაზე არ დამისვამს კითხვა აქ. იყო პოლიტიკური განცხადება დამიჯნასთან დაკავშირებით. რა თქვათ ეხა ის რომ რა ქვია პროვოცირება მოახდინეს კონფლიქტის შეურაცხყოფილი ჟესტიკულაციით, ზედ ვერბალური გინების დამატებით და ეხა ბოდიში მოუხადოს სოციალისტებთან ქართულმა ოცნებამ იმას ნაციონალურ მოძრაობას ისე დარბაზში დაბრუნდნენ. ამ თოვლიან ზამთარში ხალხს იმაში სახლიდან გამოსვლა ეზარება და თქვენი მაგის პლაგინად რომ მაგათ პარლამენტში სიარული ეხალისებათ? გასკებია, ბატონ ზაქარია, მინდა კითხოთ გუშინ საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე დელონემ გააკეთა განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით, რომ ის გრძნობდა ძალიან დიდ დისკომფორტს იმ კადრების გამო, რომელიც იხილა მსოფლიო მედია საშუალებების ეთერში, მათ შორის ფრანგული ტელევიზიების ეთერში, ევრონიუსის ეთერში, BBC-ს ეთერში. ყველა სატელევიზიო არხის მთავარი ტექსტი ლიდი იყო ის, რომ რეალურად საქართველოს პარლამენტში დაიწყო ჩხუბი უკრაინასთან დაკავშირებული განცხადების მიღების დროს, რომ აცთა სხვადასხვაობა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამოიწვია ამ განცხადებამ. იდენტურ განცხადებებს აკეთებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მათ შორის საუბრობდა სერგო რატიანი ჩვენთან სტუდიაში. რატომ როგორ ფიქრობთ, რომ თუ რეალურად მიზეზი არის სხვა, მთელი მსოფლიო მედიის კონტექსტი იყო სწორედ უკრაინასთან დაკავშირებული და ხომ არ აზარალებს ეს ყველაფერი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს? ესე იგი, ჯერ იყენებენ მიზეზად თუ საბაბად კუთხურ შუღლს, თამდროს ვერ ასახელებენ რომელ კუთხეებს შორის ჩამოაგდო შუღლი. შუღლი ნიშნავს ხარებს შორის კონფრონტაციას და ხარები ნიშნავს იმას, რომ ორი მაინც უნდა არსებობდეს. შუღლის შემთხვევაში თავის თავს ხო არ ეჩხუბა ჯაჭულიანი არა? ეჩხუბა გია ბარამიძეს. ეხა კუთხური შუღლი აღარ მოგწონს და ეხა გადავით იმაზე, რომ ეს არის უკრაინული თემაზე განცხადებასთან დაკავშირებული ისა კონფლიქტი. ბოდიშს ვიხდი რა, შეყვავ ჩვენი მოსახლეობა იმაში. ისე სიცრუის იმაში სფეროში. რა შუაშია უკრაინაში განვითარებული მოვლენები იმ განცხადებასთან, რაც ამ პიროვნებამ გააკეთა, რომ აინტერესებს ამ პიროვნებას, ქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ამ შემთხვევაში ადგილი, უფლებამოსილების გადამეტებას და ადამიანებს უდანაშაულო ადამიანებისათვის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას. აი ამ საკითხს სოფლიო მედიამ გააშუქა ევრონიუსის ძალიან ნორმალურად, იმიტომ რომ მთავარი პროკურატურას ყავს ახალი ხელმძღვანელობა და მთავარი პროკურატურას რო ყავს ახალი ხელმძღვანელობა, ბუნებრივია მის წინაშე დაიცვა ეს საკითხი. და მე დარწმუნებული ვარ, იმედს გამოთქვავ, რომ ეს შეკითხვები იქაც არსებობს და იქაც დაიწყება ამ საკითხის მსვლელობა. ეს დასვა სოსო არის ისე როგორც ნებისმიერ დეპუტატი არის ხალხის წარმომადგენელი. მას ევალება პარლამენტში გაახმოვანოს ის, რასაც ხალხი ლაპარაკობს სახლებში და ქუჩებში. არათუ ეს მისი პირდაპირ მოვალეობაა, წარმომადგენლის მოვალეობა. ამიტომაც ხალხს არა მარტო სვანეთში, არამედ თბილისშიც, სამეგრელოშიც ყველგან აინტერესებთ რა მოხდა მაშინ. იყო თუ არა აფრასიძე სასამართლოს განაჩენი დამნაშავე ცნობილი, ოჯახის წევრები დამნაშავე ცნობილი, ადგილი ქონდა თუ არა ძალის გამოყენებას, შეუქმნა თუ არა ამ ოპერაციამ საიცოცხლო საფრთხე ადამიანების ქონებას საკუთრებას და ის პიარ შეფუთვა რაც ამას ახდა თან. რომ კალაძეების გამტაცებლების ძვლები თუ ისინი აღმოაჩინეს თუ ძმის ისინი აღმოაჩინეს ბოდიშს ვიხდი სპენელის წინაშე სვანეთში იყო თუ არა ეს სიმართლე. აი ეს აინტერესებს ხალხს. თუმცა გუშინ მედიამ კახი კალაძის განცხადებაც გაიხსენა ბატონო ზაქარია, სადაც ის საუბრობდა, რომ აფრასიძეები იყვნენ კრიმინალები, თუმცა ეს ბუნებრივია ძალიან გრძელი თემაა, რომელზეც დისკუსია შორს წაგვიყვანს. მინდა კითხოთ მთავარ პროკურატურასთან დაკავშირებით, თქვენ საუბრობდით, რომ ჩვენ გვყავს ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც ამ ყველაფერს გამოიძიებს. ანუ რეალურად ახალი მთავარი პროკურორის შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ არსებობდა ბევრი გამოუძიებელი კითხვა, რაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გააკეთა კბილაშვილმა და ახალი პროკურორის მთავარი მისიაც ეს იქნება. ანუ ეს მოლოდინები გაქვთ თქვენ ფარცხალაძესთან? აჩიკომ გააკეთა განცხადება თავის გადგომის თაობას და განცხადების შინაარსი არის საჯარო. რის გამოც ის ადამიანი წავიდა თანამდებობიდან, მან ეს თქვა. ასე რომ ნუ ვეძებთ ახლა სხვა რაღაც. მაგრამ თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ფარცხალაძესთან? პროკურორი მოვიდა თავისი გუნდით და დაიწყო მან მუშაობა. რა თქმა უნდა, არის ინტერესი გაახმოვანო ამ კაცმა ხალხის ინტერესის ერთ-ერთი საქმე და ბუნებრივია მას როგორც ხალხის წარმომადგენელს ეს უფლება ჰქონდა. რა არის ამაში გასაკვირი? პარლამენტის წევრები სწორედ მაგაში ვიღებთ ჯამაგირს, რომ ხალხის ინტერესები წარმოვადგინოთ და ხალხის ინტერესები დავიცვათ. ამაში გვიხდის ხალხი ჩვენ ფულს და არა ჩვენ ინტერესები დავიცვათ და ჩვენ ოჯახებზე ვიზრუნოთ მარტო. ბატონ ზაქარია, იყო თუ არა ბოლო 1 წლის განმავლობაში საქმეები, რომელიც წინა 9 წლის პერიოდს მოიცავს, რომელიც თუნდაც პარლამენტის წევრების ნება იყო, რომ ამ საქმეების გამოძიება და გადახედვა მომხდარიყო და ვერ გადაიხედა და გაქვთ თუ არა იმისი მოლოდინი, რომ ამ საქმეების გამოძიება და გადახედვა ახალი მთავარი პროკურორის პირობებში მოხდება?
რა თქმა უნდა, მაქვს ეს მოლოდინი. მაგიტო დაუჭირდა მეოთარის კანდიდატურას მხარე საჯეროთ, რომ გაჩნდა შანსი, რომ ის თქვათ შეძლებს აი ამ ტვირთის ზიდვას, იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტში მარტო ყავს 9 დეპუტატი, რომელიც უშუალოდ გაინცადა ფიზიკური ძალადობა. აი ამ პარლამენტში ის ქართულ ოცნებაში 9 დეპუტატი, რომელიც უშუალოდ გახდა ძალადობის მსხვერპლი. და არც ერთი ეს საქმე ჯერ გახსნილი არ არის და ბუნებრივია დეპუტატები რო არჩევიან და ხმას არ იღებენ, ეს არც არ ნიშნავს იმას, რომ ვალერი გელაშვილს, ზურა აბაშიძეს, მურმან დუმბაზეს, თამაზ ყაჭეიშვილს, გოგი ქავთარაძეს, კობა დავითაშვილს და რამდენი ჩამოთვალო, კიდე დაავიწყდა ეს ყველაფერი, რაც მათ წინააღმდეგ განხორციელდა. და ეს ყველაფერი იყო რამოდენიმე წლის წინ. ამიტომაც ჩვენ ძალიან დიდი იმედს გამოთქვავთ, რომ მთავარი პროკურატურა ახალი შემადგენლობით შეძლებს ამ გამოწვევისთვის პასუხისგაცემას. იმიტომ რომ ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობის ეფექტურობა სწორედ ამით გაიზომება, რამდენად შეძლებს გახმაურებული საქმეების შედეგის დაყენებას. მარტივი არ არის, კვალი ბევრ დანაშაულზე წაშლილია, მაგრამ რას ვიზამთ? შლიდნენ ესენი კვალს, ჩვენი ამოცანა აღვადგინოთ ეს კვალი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში დავამტკიცოთ ეს ბრალი. თორე ხო ხედავ რა შვებია, როცა მოითხოვეს ერთ ქმედებაზე პასუხი, ეს ჯერ დაუკავშირეს კუთხური შუღლის გაღვივებას, ესე იგი თურმე ვერტფრენიდან ტყვიარქვევის და ბომბების როლი ყოფილა კუთხური შუღლის გაღვივების ცდელობა. და მე დაუკავშირეს უკრაინას, უკრაინამ დაუკვეთა ვერტფრენების გაფრენა იმაში, მესტიაში. ანუ სერგო რატიანი საუბრობდა, ეს იყო სამაგეროს გადახდა. რადგან ეს პროკურატურაზე დავიწყეთ საუბარი, ბატონო ზაქარია, მინდა გითხოთ, ბოლო ახალ ამბებთან დაკავშირებით, ბოლო 3 დღე ძალიან აქტუალურია თემა, მთავარი პროკურატურის გარშემო ჯერ გადადგა თავისუფლეს თანამდებობიდან მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი, დღეს კი ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომ მქონდა შეხვედრა გათავისუფლებულ პროკურორებთან და მათი ინფორმაციით 159 მოქმედი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება საქართველოს მთავარი პროკურატურიდან. რეალურად რასთან გვაქვს ადგილი დაიწყო საკადრო წმენდა ის რაც არ გააკეთა კბელაშვილმა მთავარ პროკურატურაში თუ ეს არის რიგითი რეორგანიზაცია და მაშინ რა მოტივებით არის განპირობებული ეს რეორგანიზაცია? Ну შეიძლება ორივე ვარიანტს კონდეს ადგილი. მე ახლა ინფორმაციას მოკლებული ვარ თუ აკვირდებით მე მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი დღიდან ვცდილობ დავნერგო პასუხისმგებელი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ. დეპუტატმა პასუხი უნდა აგოს კანონს შემოქმედებით საქმიანობაზე ერთი და ხალხის ინტერესების წარმოდგენაზე პარლამენტში ორი. პროკურორმა პასუხი უნდა აგოს სისხლისამართლებრივ დენაზე და ობიექტურად გამოძიებულ საქმეებზე. თუმცა დეპუტატები არიან მაკონტროლებლებიც სამუწყებლად. აი ესე უნდა იყოს ეს ფუნქციები. ბოდიშვიხტი დღევანდელი სისტემით იმდენად ჩახლართულია ეს სისტემა და იმდენად ცუდად არის აწყობილი ეს სისტემა, მხედველობაში მაქვს ის, რომ პროკურატურა გასულია პარლამენტის კონტროლის ველიდან და ის ფაქტიურად იუსტიციის სამინისტროს საქმეუწყებო დაწესებულება, რომ კონსტიტუციური რეფორმის ჩატარების კვალობა ჩვენ მოგვიწევს მათ შორის ამ საკითხის გადახედვაც, როგორ დაუბრუნოთ პროკურატურა საპარლამენტო და სამთავრობო კონტროლის ერთდროულად ქვეშ ან ცალკე ფორმულა შევქმნათ რამე მასზე საზოგადოებრივი კონტროლის განსახორციელებად, მაგრამ ვიმეორე პარლამენტის წევრი არც უფლებამოსილია და არც უნდა იკადროს პარლამენტის წევრმა პასუხი აგოს პროკურატურის ქმედებებზე ან დაიბრალოს პროკურატურის წარმატებები, ასე რომ მათი კომპეტენცია, მათ უნდა დაუსვათ ეს შეკითხვები და მათ უნდა გაქცენ ამ შეკითხვებზე პასუხი. პარლამენტის წევრის პოლიტიკური განცხადებები არ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული ადამიანის ბედის შესაფასებლად. იქ ადამიანები მუშაობენ და ყოველი კონკრეტული საქმიანი ცალკე кейსი, ცალკე საქმე, რომელიც თავის მიდგომას, თავის სამართლიანობას, თავის დამოკიდებულებას მოითხოვს. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა იცოდეს 140 საქმე, 140 საქმეზე გააკეთოს კომპეტენტური და ხარისხიანი განცხადება და მე თქვენ საპატივცემულო მაყურებელს, აუდიტორიას ამის შესახებ ბრძნული სახით მოუყვეს. მე საქმემთან დაკავშირებით არ მეკითხავს, მეკითხეთ უბრალოდ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. თქვენ როგორც მართველი გუნდის პოლიტიკურ ძალას წარმომადგენელს მინდა დაგისვათ მაშინ კითხვა, როდესაც მთავარი საგამოძიებო უწყებიდან ვრცელდება ინფორმაცია და ერთ-ერთი ოფიციალური პირი პროფკავშირების ხელმძღვანელი აკეთებს განცხადებას, რომ 159 მოქმედი თანამშრომლის გათავისუფლება ხდება. რეალურად თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა, ანუ ეს რეფორმა, კადრების გაშვება და ახლების დაკომპლექტება მოყვანა პროკურატურაში აუცილებელი პროცესი არის იმ ინფორმაციით, რომელიც თქვენ გაქვთ და რასაც ერთი წლის განმავლობაში აკვირდებით, თუნდაც პროკურატურის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე? მე გიპასუხეთ ამაზე ამ შეკითხვაზე უკვე გითხარით. წინა იგივე შეკითხვას იმეორეთ მე გიპასუხეთ ამაზე უკვე. ანუ თქვენ ფიქრობთ ბატონ ზაქარია, რომ ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა და პროკურატურა საჭიროებდა რეორგანიზაციას? მე მინდა უბრალოდ რომ დააკონკრეტოთ თქვენ. მაგრამ როგორც ჩანს არ მომისმინეთ როგორც ჩანს. არა, მე გისმენთ განსაკუთრებული პროკურატურა. პარლამენტის წევრს კონდეს
დიახ, შეუძლებელია პარლამენტის წევრს პასუხისმგებლიან პარლამენტის წევრს კონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება ამ 140 პირის გარშემო. მე ყოველთვის მიმაჩნია და მივიჩნე, რომ თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან მისი განთავისუფლების მოთხოვნა არის უკანონო, დაიცვას თავის უფლებები. ყოველთვის მიმაჩნდა და ამას გავაკეთებ ყოველთვის უმრავლესობაში ვიქნები თუ უმცირესობაში ვიქნები. მაგრამ მე არ ვიცი და არ შეიძლება იცოდეს პარლამენტის წევრმა რა ხდება პროკურატურის 140 მუშაკის მიმართ. იქნებ იმ 140 კაცში არიან ის ადამიანებიც, ვინც თელი წლების განმავლობაში ატერორობდა და ძალადობდა ჩვენს მოქალაქეებზე. იქნებ 140 ადამიანში არის 140 პატიოსანი პრინციპული იურისტი. მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ არ მუშაობ პროკურატურაში და შეუძლებელია აქედან მე ეს ყველაფერი ვიცოდე. არც სახელი და გვარები ვიცი და არც საქმეები ვიცი. ვისთანაც მივიდნენ, პეტრიაშვილთან მივიდნენ, პეტრიაშვილს კითხეთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივიდნენ, მათ კითხეთ. ჩვენთან არ მოსულან არავინ ამ სამდრო. თუ მომართავენ განცხადებით და შევისწავლეთ, მე უფრო კომპეტენტურ დასკვნას მოგცემთ. გესმითნო და რას ვსაუბრობ. გასაგები ბატონო ზაქარია, თქვენი პოზიცია. მინდა კითხოთ ასევე კიდევ ერთ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, ეს არის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ეს საკითხი კიდევ გახდა აქტუალური. 160-ზე მეტი პატიმარის შიმშილობს რუსთავის ციხეში იყო ბოლო ახალი ამბები, რომელიც მედია საშუალებებმა გაავრცელეს, ისინი მოითხოვენ ამ საქმეების გადახედვას. დღეს იყო მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მხრიდან საგამოძიებო უწყებების მისამართით, რომ ეს საქმეები აუცილებლად გადახედილია. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია, როდესაც მოხდა ამ პროცესის გადადება. რეალურად ხომ არ იყო გარკვეული მოლოდინების გაცრუება საზოგადოებაში, რომელიც ელოდა თქვენი პოლიტიკური გუნდისგან, რომ მათ შორის პატიმრები, რომლებიც ელოდნენ, რომ მათი საქმეების გადახედვა მოხდებოდა და როგორია თქვენი პოზიცია და რას აპირებს საქართველოს პარლამენტი? გექნება თუ არა სპეციალურ რეკომენდაციათა პაკეტი მთავრობისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს? მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა განპირობებული არის ჩვენი მთავარი დაპირების შესრულებით. ჩვენ შევიკვირდით ხალხს, რომ გადავხედავდით საქმეებს და აღვადგენდით სამართლიანობას უფლება შელახული მოქალაქეების მიმართ. უფლების შელახვა უკანონო პატიმრობაში გამოიხატებოდა, უფლების შელახვა ქონების წართმევაში გამოიხატებოდა თუ ჯანმრთელობის დაზიანებაში გამოიხატებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს ვალდებულება ნაკისრი გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ამიტომაც ამ მექანიზმის გამოყენებით თუ სხვა მექანიზმის გამოყენებით მე ყოველთვის დავრჩები ერთგული ამ პირობის და ყოველთვის მექნება პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შევასრულოთ. მე ძალიან პატივს ავცემ მთავრობის ძალიან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, როცა ისინი ფიქრობენ, რომ ნებისმიერი უფლების, დარღვევის დაფიქსირება ავტომატურად მეორე დღესვე წარმოშობს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. და სწორია მთავრობა, როცა ამას ამბობს, იმიტომ რომ როცა დაფიქსირდება ადამიანის უფლების დარღვევა, მერე წარმოეშვება ადამიანს ეგრევე მისი ქონებრივი და არაქონებრივი უფლების ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მაგრამ ეს მეორე საკითხი, რაც მიმულია პირველთან, შეიძლება დროში დავაშოროთ ერთმანეთს და საქართველოს მოქალაქეები გაგვიგებენ ძალიან კარგად იმას, თუ თქვათ სახელმწიფოს მხრიდან მათთვის მიყენებული ზიანი ვერ ანაზღაურდება 2014 წელს ან 15 წელს და გაკეთება რაღაც განჭვრეტადი გრაფიკი 4 წლიანი, 5 წლიანი თუ 7 წლიანი, როცა მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ხალხს უსვამ სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მაგრამ თუ არ დავიწყეთ ეს გამოძიებები, თუ არ მოახდინეთ ცალკეული, კი არა, ყველა მომთხოვნის საქმის ბოლომდე მიიყვანა სამართლიანი სასამართლოთი მისი გადამოწმება, თუ ზოგიერთი შეიძლება იბრალებს, რომ მას ქონება წაართვეს და ტანჯულია. ამ დროს სიამოვნებით აჩუქა, ან სიამოვნებით გაცვალა ეს ქონება, დათმო ეს ქონება სხვა გარიგების ქვეშ. ეს ამას გამოძიება და სამართლიანი სასამართლო ჭირდება. ამიტომაც იმისაც რომ გავიგოთ პრობლემის მოცულობა, ჯერ მისი ინვენტარიზაცია უნდა მოვახდინოთ. ინვენტარიზაცია შეუძლებელია გამოძიების დაწყების და სასამართლოების ჩატარების გარეშე. და თავისთავად ის პოზიცია, რაც მთავრობას აქვს, ეს ამ პოზიციას ხალხი გაიგებს, თუ ჩვენ მათ შევპირდებით და ვეტყვით, რომ დაიწყება პროცესი, გამოძიება სასამართლო დაადგენს მართლაც იმას, ვინ დაზიანდა, დაზარალდა უკანონო და ვინ კანონიერად, ხოლო უკანონო დაზარალების მიმართ იქნება გაკეთებული რაღაცა
განჭრადი გეგმა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც 3 წელში, 4 წელში, 5 წელში, 7 წელში მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება. ხოლო ის ქონებები, რომელიც ნატურის სახით, ფიზიკური სახით არსებობს სახელმწიფოს მმართველობაში, მათთან მიმართებაში მე პრობლემას ვერ ხედავ, ის კიდევ უფრო ადრე შეიძლება იქნას დაბრუნებული კანონიერი მესაკუთრის მფლობელობაში. ასე რომ მე ვერ ვხედავ ჩიხურ სიტუაციას, უფრო მეტი კომუნიკაცია საჭირო და უფრო მეტი მუშაობა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი მთავარ დაპირება, რაც მივეცეთ ქართულ ხალხს, შევასრულოთ ბოლომდე და ვიყოთ პირნათელი ჩვენი ამომრჩევლის და ჩვენი მოქალაქეების. ბადები რა შეიძლება იყოს ბატონო ზაქარია, იმიტომ რომ რეალურად ეს ადამიანები ნაწილი, რომელიც მოითხოვს თავისი საქმეების გადახედვას და რომელიც დღეს ციხეში მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, ეს ადამიანები ახლაც პატიმრობაში იმყოფებიან, სამუდამო პატიმრობა მისჯილები არიან. შესაბამისად, მათთვის ყოველ დღესა და წუთს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენი აზრით, როგორც მართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის აზრი მაინტერესებს, რა ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი? შეიძლება იყოს 3 თვე, 6 თვე, 1 წელი, 2 წელი, როდის შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი? თქვენი რეკომენდაცია როგორც დეპუტატის რა იქნება მთავრობის მიმართ ვადებთან დაკავშირებით? წინა პასუხში მე ფაქტიურად მოგახსენეთ ჩემი აზრი როგორ უყურება ამ საქმეს. თქვენ თქვით რომ სწრაფად უნდა მოხდეს, თუმცა ამ შემთხვევაში სწრაფად რა ვადეს გულისხმობთ? უკანონო პატიმრებთან მიმართებაში კიდევ უფრო მარტივად არის საქმე იქიდან გამომდინარე, რომ თუ ხანდაზმული არ არის საქმე და ახად აღმოჩენილი გარემოებას გაუთანაბრებთ კანონში ერთი პატარა ცვლილების შეტანით, რომ 2004-2012 წლებში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ყველა მოქალაქეს მიეცეს მისი სურვილის შემთხვევაში მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადამოწმების უფლება და ამას კომისია პირველ ეტაპზე და შემდეგ სასამართლო გაატარებს თავის ფილში და დაადასტურებს, ეს რა თქმა უნდა პროცესს პატიმრებს მისცემს შვებას და ისინი მიხვდებიან, რომ 3 თვეში დაჭირდება ამას თუ 6 თვე დაჭირდება თუ 9 თვე, ისინი თუ მართლები არიან და არაფერი მოუპარავთ, არავიზე უძელადიათ, არაფერი ცუდი არ ჩაუდენიათ, დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. პროცესის დაწყებაა საჭირო. პროცესის დაწყება ეგრევე შემოიტანს სამოქალაქო მშვიდობას საზოგადოებაში და გააჩენს იმ დამოკიდებულებას, რომ თავარ დაპირება სრულდება. ამიტომაც ვარ მე ესეთი აქტიური კომაგი ჩვენი თავარ დაპირების დაწყებისა, იმიტომ რომ მის გარეშე ბევრი კომპონენტი შესრულდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ბევრი კომპონენტი შესრულდა, მაგრამ რა თქმა უნდა უკანონო პატიმრებთან მიმართებაში, ქონება ჩამორთმეულ მოქალაქეთა მიმართებაში სამართლიანობა აღდგენილი არ არის. ამიტომაც პროტესტი მათი მხრიდან ამას ეფუძნება. პროცესის დაწყება მოხსნის ამ ფონს და შემოიტანს სამოქალაქო თანხმობას ჩვენ საზოგადოებაში. ბატონო ზაქარია, ჩვენი საუბრის დასასრულს აუცილებლად მინდა კითხოთ თბილისის მერის კანდიდატ თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელმაც ჩვენთან საუბრისას არ დამალა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული პოზიციები, სწორედ მისი თბილისის მერად დასახელებასთან დაკავშირებით. მათ შორის მე მახსოვს ერთ-ერთი თქვენი განცხადება იყო, როდესაც თქვენ თქვით, რომ ფრაქციის ხდომაზე ეს არ ყოფილა განხილული დავით ნარმანიას თბილისის მერად დასახელების კანდიდატი. მაინტერესებს დასახელება მაინტერესებს რჩება თუ არა აზრთა სხვადასხვაობა ნარმანიას მერობასთან დაკავშირებით და ბატონ ზაქარია მინდა კონკრეტულად კითხოთ, რეალურად ქართულ ოცნებაში არის თუ არა დღეს აზრთა სხვადასხვაობა ნარმანიას თბილისის მერობასთან დაკავშირებით და შეიძლება თუ არა ის რასაც დღეს აქტიურად წერს პრესა, მათ შორის მამუკა არეშიძის ინტერვიუ იყო, სადაც ის საუბრობდა, რომ შიგნით კოალიციიდან იცის, რომ აზრთა სხვადასხვაობაა და შეიძლება შეიცვალოს მერობის კანდიდატი, თუ განიხილავს ამას თქვენი პოლიტიკური გუნდი. პირველ რიგში ნოდარ ვიტყვი იმას, რომ თქვენ დასვით არაკორექტული შეკითხვა, როცა დათო ყავდათ სტუმრად, რომ ვითომ ზაქარია ქუსნაშვილი ნარმანიას წინააღმდეგია. არა, მე ეს შეკითხვა არ დამისვენს. ერთი წუთით თქვენ ნუ განსაზღვრავთ ჩემს შეკითხვების კორექტულობას და არაკორექტულობას. მე თქვენ წაგიკითხავთ ციტატას, თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას 26 ნოემბერი 2013 წელი 11 საათი და 14 წუთი. ზაქარია ქუსნაშვილის ციტატა. ნარმანიას მერობა არც ფრაქციისა და არც უმრავლესობის ხდომაზე არ განხილულა. ეს არის თქვენი ციტატა. სწორედ თქვენი ციტატიდან გამომდინარე ვკითხე მე ბატონ დავით ნარმანიას ეთერში, რომ რადგანაც ბატონმა ზაქარიამ ეს განცხადება გააკეთა და ფრაქციასთან არ იყო ეს შეთანხმებული და იქ არ განხილულა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ფრაქციაში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნარმანიას მერობის წინააღმდეგები იყვნენ? სწორედ ეს იყო შეკითხვის შინაარსი. რა არის აქ არაკორექტული? არაკორექტული არის ის, რომ
ფრაქციის თომაზე, ან უმრავლესობის თომაზე არ განხილულა ეს საკითხი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზაქარია არის ნარმანიას წინააღმდეგ. მე არ მithქვამს, რომ თქვენ წინააღმდეგი ბრძანდებით. ბატონო ზაქარია, მე არ მithქვამს. მე მოვახდინე კითხვის ციტირება. მე არ მithქვამს ეთერში, რომ თქვენ ხართ მე არ მithქვამს ეთერში, რომ თქვენ ბრძანდებით წინააღმდეგი. კონტექსტში ასე იქნა წაკითხული, რომ ზაზაპაპუაშვილის მე მოვახდინე ციტირება კიდევ ერთხელ. თქვენი ციტატა და დავსვი კითხვა. ასე რომ ის ხო და რა წერია მე მან წერია რომ ზაქარია ქუსანიშვილი წინააღმდეგია ნარმანიას. მე ვთქვი რომ არ განხილულა და როდესაც საკითხი არ წერია მან და ეგეთი რამე. ბატონო ზაქარია, მე ვთქვი რომ არ განხილვა ნიშნავს რომ წინააღმდეგია. მე კითხვის ფორმულირება იყო შემდეგი. თუ საკითხი არ განხილულა ფრაქციის შიგნით, ხომ არ ფიქრობთ რომ შეიძლება ფრაქციაში მე წინააღმდეგი ეთერში არ მithქვამს ბატონო ზაქარია. მე ვთქვი მოვახდინე თქვენი ფრაზის ციტირება და იქ დავაკონკრეტე რომ ფრაქციაში როდესაც ადამიანებთან ეს საკითხი არ განხილულა, ხომ არ ფიქრობთ რომ შეიძლება იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან თქვენი წინააღმდეგები. აქედან გამომდინარე თქვენ გისვავთ კითხვას რომ ქართულ ოცნებაში როდესაც პრესა წერს აქტიურად ამის შესახებ, ხომ არ შეიძლება თბილისის მერობის კანდიდატის შეცვლასთან დაკავშირებით მომწიფდეს მოსაზრება. ესე იგი პირველ რიგში ჩვენი უმრავლესობა არის დემოკრატიული უმრავლესობა და მას არ ეშინია ასთა სხვადასხვაობის და სწორედ მაგიტომ არის მდიდარი ჩვენი უმრავლესობა რომ ქართულ ოცნებაში შემავალი ჯგუფები არიან თავისი არსით დემოკრატიული გაერთიანება და არასდროს არც გვიკადრია და არც ვიკადრებ რომ ჩემი კოლეგა დავძრახო მისი განსხვავებული აზრის გამო ეს მისი უფლება და არავის არ აქვს უფლება თავის კოლეგას ჭკუ ასწავლოს ან ქოქოლა დააყოროს იმის გამო რომ ჩემი და მისი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასე რომ დემოკრატიული უმრავლესობა იმით განსხვავდება ნაციონალური უმრავლესობისაგან, რომ შეიძლება არსებობდეს დავით ნარმანიას მხარდამჭერი დეპუტატები, შეიძლება არსებობდნენ არამხარდამჭერ დეპუტატები. ისე როგორც თვითმმართველობის კოდექსის მიღებისას არსებობდა კითხვები და ამ კითხვების დასმით და მსჯელობით ბევრად გავაუმჯობესეთ ის ვარიანტი, რაც წარმოდგენილი იყო, ამას აღიარებს პარლამენტიც, აღიარებს მთავრობას, აღიარებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, აღიარებს არასაპარლამენტო პარტიებიც. ამაშია ჩვენი უპირატესობა და სიძლიერო, ჩვენ განსხვავებული აზრის, ერთმანეთთან პოლემიკის, ხშირ შემთხვევაში შენიშვნის მისცემისას არ გვეშინია. ეს აღარ არის ნოტარიუსთა პალატა მერვე მოწვევის პარლამენტი და თითოეული დეპუტატი თუ ამას გაისიგრძე განებს და მიხვდება კიდევ უფრო მეტად გავითარდება ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია არის ერთ-ერთი აუცილებელი საგარანტიო პირობა ჩვენი პრობლემების დაძლევის. თუ აქ ხალხი შეშინებული იქნა, განსხვავებული აზრი ვერ თქვა, ქუჩაში კიდევ უფრო შეშინებული და დაზაფხული იქნება ხალხი. თუ აქ იმას ილაპარაკებენ დეპუტატები, რასაც ლაპარაკობს ხალხი ქუჩაში, მაშინ ეს უარყოფითი მუხტი, რითაც დღეს სავსე არის უკრაინის დედაქალაქის ქუჩები, ასეთი უარყოფითი მუხლით რუსთაველის პროსპექტი და ქუთაისის ქუჩები არ შეივსება. ამიტომაც მე ძალიან მომწონს, რომ ჩემი კოლეგები არ გაურბიან თამამას, სანამ ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე იმ 400 დღის განმავლობაში არასდროს არ მიმეცია ჩემი თავისუფლება, რომ ვინმესთვის ეს გამოხატვის თავისუფლება დამეშალოს. პირიქით იყო ჰარმონიული და თანასწორი თანამშრომლობა და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. ასე რომ ზაზაპაპუაშვილსაც მე პატივს ავცემ, მაგრამ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მე ნარმანიას კანდიდატურას ცუდ ვერაფერს ვერ ვხედავ და ამიტომაც არ მომეწონა როცა ერთ კონტექსტში იქნა წარმოდგენილი თქვათ ჩემი ეს საინფორმაციო შინაარსის განცხადება და დამოკიდებულება კონკრეტულ პერსონაჟთან მიმართებაში. ბატონ ზაქარია, ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობთ რომ არსებობენ ნარმანიას მხარდამჭერი და არამხარდამჭერი დეპუტატები. თქვენ შეგიძლიათ გამორიცხოთ რომ არამხარდამჭერმა დეპუტატებმა ისინიც არ უჭერს მხარს ზაქარია დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე, შეიძლება სხვა კანდიდატურას დაუჭირონ მხარი და წარმოადგინოს სხვა კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნების წინ. ეს საკითხი აუცილებლად იქნება საბოლოო ჯამში, როცა მოახლოვდება არჩევნები განხილული კოალიციის საბჭოს თომაზე, იქნება განხილული დამატებით დარწმუნებული ვარ უმრავლესობის თომაზე. ეს ტრადიცია ბატონმა ბიზნამ დანერგა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს და ეს ტრადიცია შენარჩუნდება. მე და ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუ ვარ დემოკრატიული უმრავლესობა სწორედ შემთანხმებლური პროცედურების დაცვით მოქმედებს. რა თქმა უნდა, მე არ გამორიცხავ რომ შემთანხმებლური პროცედურების დაცვის შემთხვევაში დარჩენ რამოდენიმე დეპუტატი, ვისაც ექნება განსხვავებული პოზიცია და არც ამაში არ არის ტრაგედია, რა არის ამაში ცუდი. აბა ის არის კარგი, როცა უმრავლესობა ერთ ხმაზე იხილავს ყველაფერს, ერთ ხმაზე საუბრობს, ერთ ხმაზე იძაბება ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები ორი დღეა კუთხური შუღლის გაღვივებაზე საუბრობენ, ამ დროს ვერ ასახელებენ ორ კუთხეს, რომლის შორსაც შუღლი გააღვივა ჯაჭულიანმა. ეს არის აბა სწორედ, როცა ყველა
და იგივე დაწერილ ტექსტს დაშტამპულ ტექსტს იმეორებს და არავითარი შემოქმედებითობა, არავითარი განსხვავებულობა არ ჩანს დეპუტატების გამონათქვამებში. ჩვენ უნდა გადავიდეთ ზომბირებული, მართვადი და კონტროლებადი დეპუტატებიდან თავისუფალ სამართლიან პრინციპულ დეპუტატების საზოგადოებას და მერვე მოწვევის პარლამენტს აქვს ამის პოტენციალი, არიან აქ კარგი ხალხი ძალიან ბევრი და მე ყოველთვის ხარს დაუჭერა აზრის გამოხატვას და აზრის თავისუფლებას. გასაგებია, დიდი მადლობა. ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი პასუხობდა თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს. ის ქუთაისიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ეს იყო თოქ-შოუ დიდი პოლიტიკა ტელეკომპანია TV3-ის ეთერში. გადაცემა ორ შაბათს საღამოს 8 საათამდე გემშვიდობებათ. ნახვამდის.